მოგესალმებით ჩემი პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი როდამ ქუმსიაშვილი. გამარჯობა როდამი. პირველ რიგში ვიტყვი ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება არის ახლა შენთან საუბარი ესეთ ფორმატში. და სულ ფიქრობდი დღეს მეთქე რა კუთხით დამეწყო თქო საუბარი საიდან და ცოტა ხნის წინ მომივიდა ეგეთი იდეა რომ ფიქრობდი ადამიანებს რაც გვაქეცრებით ცნობიერი, არაცნობიერი, ქვეცნობიერი ესე ბევრნაირი ჩაშლა რო არის ზეცნობიერი. და რატომაც ეგრევე ამღადო მე რატომაც წავიყვან ცოტა იუმორისკენ და ეგრევე ტვიტბა მომიგდო რომ აი ხო არის ზესკნელი, გარესკნელი, ქვესკნელი, სკნელი, ანუ აი ამ სამყაროს არეალი რაც არის, იგივენაირად არის თითქოს ჩაშლილი რაც ჩვენი შინაგანი სამყაროს. მე მაქედან წავედი უკვე ეს მიკროკოსმოსი, მაკროკოსმოსი, რაც სარკესებრი ეფექტი აქვს ორივეს და ერთმანეთს იმეორებს და ხო მაგარი აღმოჩენა მქონდა რომ ჩვენში როგორც არის ჩაშლილი ეს სხვადასხვა დონეები და შრეები ხო თითქოს რაღაცნაირად დავუკავშირე ერთმანეთს რომ გარე სამყაროში როგორც არის სხვაზე მიწა კოსმოსი რაც უხილავი სამყარო და მანდაც სხვადასხვა შრეები და ფენები არის იგივე ხდება ჩვენში და აი რახან ჩვენი თემა მაინც დღეს უნდა იყოს უფრო ეს ფსიქოანალიზის ირგვლივ ფსიქიკის ირგვლივ და აი ამ მოკლედ ესე ვთქვათ სამყაროს ირგვლივ მინდა რომ ეხა შენი აზრიც მოვისმინოთ და აი მაყურებელი და მსმენელისთვისაც უფრო ხილული და ხელშესახები გავხადოთ აი ჩვენი შინაგანი ესე ვთქვათ სხეულების და მენტალური სხეულის ესე ვთქვათ სამშვინველის ეს არქიტექტურა როგორი არის რომ აი ვისაუბროთ ეგოზე, ცნობიერზე, ქვეცნობიერზე, როგორ კავშირშია ისინი ერთმანეთთან და მაგიდან უკვე მერე კიდე გავყვეთ ამ უსასრულო გზას რასაც ჩვენი თავები ქვია. ხო, აი ეხლა ისე კარგად მიმოიხილე იმდენი რაღაცა თქვი და ვცდილობ რომ რაღაცა საიდან შევიდეთ, საიდან შევიპაროთ. ბევრი დარჩა პოინტი საიდან შეპარვა საიდან გავაკეთოთ, თქო? ეხლა ვფიქრობდი და იცი როგორ არის აი საერთო ყოველთვის ვიძახი ხოლმე ერთ რაღაცას რომ აი ყველაზე ხშირად უკავშირებენ ქვეცნობიერ სიტყვას ქვეცნობიერი და არაცნობიერი ფროიდს ხოლმე მოსდით თავში ფროიდი და ნუ მე კი იუნგიანელი ვარ ამ შემთხვევაში მაგრამ მაინც გვერდს ვერაუვლით ხოლმე მაგ დასაწყის და ყველგან ესე გამოკვეთილად ვამბობ ხოლმე რაც მე შევისწავლე მეტნაკლებად რაც შემეძლო რომ შემესწავლა ფროიდის შესახებ და თქვათ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი აი მთავარი ღირებულება ძალიან კარგად არის მაგასთან გამოყოფილი რომ აი დინამიურობის პრინციპი შემოიტანა იმიტომ რომ მანამდე ეგონათ რომ მარტო ის ვიყავით რაც ვიცოდით ჩვენი თავის შესახებ აი რასაც ვხედავდით ვეხებოდით და აღვიქვავდით და ამ ადამიანმა შეკრა ეს რაღაცნაირად ეს ცოდნები თუ ინფორმაციები და თქვა რომ არა ჩვენში რაღაცა ისეთი ძალები მოქმედებს რომლების შესახებაც ჩვენ ბევრი არაფერი არ ვიცით ისეთი ენერგია და დაარქვა ეს ქვეცნობიერი არაცნობიერს ეძახიან ხანდახან ქვეცნობიერსაც ერთი და იგივე არის იცი როგორ არის კი პრინციპში ერთი და იგივეა ქვეცნობიერი და არაცნობიერი აღოდ მე მაინც როცა ვსაუბრობ ხოლმე და აი არის ნაწილი ანალიტიკოსების რომლებიც როცა საუბრობენ და ქვეცნობიერს იძახიან უფრო ცნობიერთან ახლოს დგომშრეს გულისხმობენ ხოლმე შედარებით ახლოს დგომს და თუ არაცნობიერს ვიძახით კიდე უფრო მეტად შორს და უფრო კოლექტიური ნაწილისკენ რაც კოლექტიური აი საერთო ის რაც არის ნუ ისე პრინციპში ახლა ქვეცნობიერს იტყვით თუ არაცნობიერს ახლა ამაზე დიდად არავინ ესე არ მოგედავება მაგრამ მაინც ქვეცნობიერი უფრო ახლოს მდგომად ხოლმე მე ესე ვავიძახი და თუ უფრო ზოგადად მინდა ხოლმე თქვა ყველაფერი მაშინ არაცნობიერს ვამბობ ხოლმე. ხო, ხშირად გითხოვს კოლექტიური არაცნობიერი. ხო, აი ამას ესე იგი ამ არაცნობიერში მე იუნგმა დაუმატა მეორე ნაწილი კოლექტიური, ანუ ინდივიდუალური და კოლექტიური არაცნობიერი. აი არაცნობიერს როცა ვიძახი ორივეს მოვიაზრებ ხოლმე და თუ უფრო ქვეცნობიერს ვიძახი რაღაცა უფრო კოლექტიურ შიგნით ნაკლებად გულისხმობ ხოლმე რა. ესე იგი რომ დაუბრუნდე ხა რომ ავიბურდოთ ხა ესე იგი ფროიდმა მოიტანა პირველად ეს დინამიზმი ანუ ეს რომ მოძრავი არის რაღაცეები და ცვალებადია ესე არ არის რომ ვდგავართ ერთ ადგილზე და რაღაცები ვიცით ჩვენ შესახებ და ეს არის
თქვა რომ იქ რაღაცა სხვა არის ისეთები რაც არ ვიცით და აი ეს ძალიან და უნდა ამ ენერგიას ჩვენში რომელიც არის განხორციელდეს ანუ შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ, მაგრამ ისე უნდა რომ განხორციელდეს და შეიძლება რაღაც მომენტში ვერ შევნიშნოთ. ხო, ჩვენი ჩარევის გარეშე ხდება ეს ყველაფერი პროცესები. მე დაიწყო ამისი უფრო, იმიტომ რომ ფსიქოლოგია მეცნიერება არის და დაიწყო ამისი უფრო ეს დაკვირვებითი ობზერვაბელური აღწერა და აღნუსხვა და აქ შემოიტანა უკვე პირველი რაც იყო რომ სიზმრები მაგალითად როდესაც ჩვენ გვძინავთ სადვართ არ ვიცით და აი ეხა ეს რა არის მაგალითად ან კიდევ საერთოდ საიდანაც დაიწყო იყო მაშინ ძალიან გავრცელებული ჰიპნოტურ მდგომარეობაში ჩაგდება ადამიანის და რეგრესული ჰიპნოზიც ხო მან ეს იყო რა ქვია ნევროლოგია იყო განვითარებული თავის ტვინის შესახებ მეცნიერება და რადგანაც ამ ნევროლოგიის განვითარების მომენტში არ განიხილებოდა ქვეცნობიერის ან არაცნობიერის ცნება ჯერ არ იყო რეგრესიული ჰიპნოზი არსებობდა და აი ეს ნევროლოგები ფლობდნენ და გარკვეული ტიპის პაციენტებს ისტერიული აშლილობის მქონე პაციენტებს აჰიპნოზებდნენ ესე ვთქვათ და აი აქედან წამოვიდა რომ ხომ არ შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ისე რომ აი ამ ძლიერი მდგომარეობის გამოწვევის გარეშე დავსხდეთ ვისაუბრეთ და რაღაცები შევნიშნოთ და მერე თქვა რომ რაღაც შორს წავიდეთ არსებობს სიზმრები და ეგ არის სამეფო გზა სამეფო მთავარი გზა არაცნობიერისკენ ანუ ქვეცნობიერისკენ აი ეს იყო რაღაცნაირად მისი ეს როგორ თქვა ნოვატორული იდეა აბსოლუტურად და მე ფროიდის ხო და იუნგმა მე უფრო სხვა თამასაზე აიყვანა სხვა ეტაპზე გადაიყვანა იუნგმა მე აიყვანა სხვა თამასაზე და დაუმატა და თქვა რომ გარდა ჩვენი საკუთარი ინდივიდუალური არაცნობიერისა კიდევ გვაქვს კოლექტიური არაცნობიერი აქ მოხდა მაგათ შორის განსვლა ზუსტად იდეატორული და რაღაცა დაპირისპირება საკმაოდ ისეთი უწყვეტი ცხოვრების ბოლომდე ფაქტიურად რომ კოლექტიურიც არსებობს აი წეღანაც რაზეც ვლაპარაკობდით ეს კოლექტიური არის ზოგადი ერთიანი ზოგად საკაცობრიო აუზი მთელი ყველა ადამიანის ქვეცნობიერის რაღაცა მატრიცის. ხო, აი აკაშას ქრონიკებსაც რასაც ეძახიან, ეგეც რაღაც მსგავსი არის, ხო, როგორც ვიცი, რომ ეს მთელი ჩანაწერი ჩვენი ისტორიის კოლექტიური რაღაც ერთი დიდი ბიბლიოთეკა. ერთი დიდი ამბავია ეს ყველაფერი და ეს ერთი დიდი ამბავი თავისი შიგ რაღაცა მითებით, ზღაპრებით რაღაცა ლეგენდებით გადმოცემული, ანუ ეს ჩვენთვის ერთიანი არის და სხვათა შორის ისიც კი თქვა, რომ არ არის აუცილებელი, რომ ინდოელისთვის, ან თქვათ ევროპელისთვის იყოს ერთი კონკრეტული მითი, ან არა, ესეც კი საერთო არის. ძალიან ინდური ამბავი შეიძლება ესიზმრებოდეს ძალიან ევროპელ ადამიანს. კი, იმიტომ რომ მან ანუ კოლექტიური არაცნობიერი ეგრე ხო არ ყოფს, რომ შენ რახან ინდოელი ხარ, ანუ იქ ადამიანი ერთია და ყველასთვის ეგ მისაღებია. უბრალოდ აი როდის ხდება მაგისი აი როგორ თქვა, ჩენელინგი ან განდობა, ანუ შენ როდის ახერხებ ადამიანი, რომ ეგ ინფორმაცია მიიღო, აი რამ სხეულის სიტყვაზე უნდა მოამზადო რომ გამტარი იყოს, რომ ეგ ინფორმაცია მიიღო, ან ჩემ შემთხვევაში მაგალითად რამე მსგავსი გამოცდილება თუ მქონია და უმეტესად მქონია ეგეთი მისტიური გამოცდილება მუსიკის წერის დროს, სპონტანურად ხდებოდა ყოველთვის, ან რაღაცის ინსპირაციით იყო განპირობებული და შემდეგ უკვე ხდებოდა რაღაც ამ შეგრძნებას და განცდას რომ მიუყვებოდი, უფრო რაღაც სიღრმეში მიდიხარ და იქ მოდის მერე უკვე რაღაც მესიჯი, რასაც აი ისევ და ისევ აი განიცდი, შეიძლება ვერ თქვა ვერბალურად, მაგრამ განიცდი და აი როგორც თქვით, ზოგმა შეიძლება ეს მითების სახით გამოხატა, ზოგმა ფერწერის, ზოგმა მუსიკის, არ ვიცი, ზოგმა შეიძლება კიდევაც ვერბალურად. აი შენ თუ იცი რამე არის გზა, როგორ შეიძლება არ დაუკავშირდე ამ კოლექტიურ არაცნობიერს. აი მაგაზე ვამბობთ ხოლმე, რომ საუკეთესო გზა არის სიზმრები, სიზმარი და სიზმარში მოსული სიმბოლოები, რომლებიც გვესაუბრებიან ჩვენ ამ კოლექტიურ არაცნობიერის შესახებ. თუმცა კიდევ არის, რა ქვია, აი სიმპტომები, დაავადების სიმპტომებზე დაკვირვებაც ხანდახან გვაძლევს ხოლმე მაგის საშუალებას კი არა, პრინციპში ითვლება, რომ სიმპტომის გამოვლენა არის, რას გველაპარაკება
ჩვენი არაცნობიერი, პირადი თუ კოლექტიური, მაგრამ მაინც გამოვყოფთ ის სიზმრებს. უნდა გამოვყო რაღაცნაირად, იმიტომ რომ აქ ყველა ანალიტიკოსი იქნება ეს იუნგიანელი თუ ფროიდიანელი ფროიდიანული ფსიქოანალიზი აქ ერთმანეთს ეთანხმებიან სრულიად, რომ ესეთი სამეფო გზა ამ ყველაფრის შემეცნების არის სიზმარი. სიზმრის გამოვლინება ჩვენს ცხოვრებაში და ეს არის ესეთი როგორ თქო, საჩუქარი რაც გვაქვს. ხო, სიზმრები არ ვიცით რომ წევართ სადო ართ ესე, ცნობიერად ხო არ ვიცით. ხო, და სიზმრებზეც ეხა რომ ვისაუბროთ, მეც გეთანხმები რომ ეგ ძალიან მაგარი გზა არის რაღაც გზავნილების მიღების, მაგრამ ხშირად მსმენია რომ მე რომ მომიყოლია ჩემი სიზმრები რომ რაღაც ეს ვნახე და ეს განვიცადე და ეხა მგონია რომ ესე უნდა მოვიქცე და შემდეგ მისმედნენ ვიღაცები და ხო მე ესეთი რაღაცები მე სიზმრება და შეიძლება ძალიან მიწიერი რაღაცები ან იმ წინა დღეს რაც მოხდა და სიტყვაზე კინოში ნახა მსგავსი სიუჟეტი და ეს იზროს და არ კონდეს ისეთი რაღაცა ღრმა ფასეულობა ან არ ვიცი სხვა რამ და სიზმრებიც როგორ ხდება მანდაც რამდენი ჩაშლა არსებობს სიზმრების, როგორი სახის სიზმრები გვაქვს, რა მექანიზმები არის მანდაც ალბათ. იმასაც ხვდები ახლა ადამიანის გონება რაც უფრო მეტი იცი და ბევრი ხელსაწყო გაქვს და რაც უფრო შემეცნებული გაქვს. შენი თავის სხვანაირ სიზმრებს ხედავ ბუნებრივია. რა ეტაპზეც იმყოფები განვითარების, ისეთივე სიზმრებს ხედავ. ან მაშინ გაუნაკლისი უნდა იყოს, რომ შენ იმდენად რაღაცნაირი ისეთი სული ხარ და არ ვიცი რაღაც სხვა ფენომენი ხარ რომ უბრალოდ ღებულობ ჩენელივით რაღაცებს რა. ესე იგი ცოტა კითხვა კი უფრო ისი არის სიზმრების შესახებ, მაგრამ სანამ რაღაც ზოგად იმას გავაკეთებდე, ზოგად რაღაცას მოუყვებოდე, ეს ბოლო ნაწილი რაც თქვი ძალიან ეხლა რაღაცა ჩამრჩა გულში და მინდა რომ ეგ ითხრა რომ შეიძლება მოვიდეს ესე ვთქვათ ცნობიერების დონით თუ რას ვეძახით ამას ინტელექტით სრულიად სხვადასხვა ნაირი კატეგორიის ადამიანი და ამ დროს სიზმრები იყოს აბსოლუტურად ერთნაირად განსაკუთრებული. ეს აქვს სიზმარს მიუხედავად განათლებისა, მიუხედავად სოციალური ფენისა, ცნობიერების დონის და ზოგადად ცნობიერის მდგომარეობისა შესაძლებელი არის და კი არა და ძირითადად სიღრმე სიზმრების და სიმბოლიკები ერთნაირად ფასეული არის ხოლმე ყველასთან და ეგ არის სრული საოცრება მაგას რო ნახულობ. და სიზმრებიც უმეტესწილად დაშიფრულია ხო ყველა რაღაცა სიმბოლოებით და მე უკვე ხდება გამოღვიძების შემდეგ ამ ყველაფრის ახსნა. კი. ეხა ესე ვიტყოდი ალბათ, რომ სიზმრები რა არის? სიზმრები არის ის, რაც ყველას გვაქვს და ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვინახავს და დაგმახსოვრებია. და ადამიანისგან განუყოფელი არის არსებობა და ხშირად ისმება კითხვა ხოლმე, დღემდე ისმის ეკითხვა, რომ საიდან მოდის სიზმრები და პასუხი რომ არ ვიცით, საიდან მოდის, ხო. ზუსტად არ ვიცით, არაცნობიერიდან მოდის. და ან კოლექტიური ცნობიერი და ხო, ან ჩვენი პირადი ან კოლექტიური. ხო, არ ვიცით, არ ვიცით საიდან მოდის, ძალიან დღემდე არ ვიცით. და ესე იგი მოდის, ყველას გვაქვს, ყველას მაინც გვამახსოვრდება, ხანდახან გვახარებს, ხანდახან შოქში გვაგდებს, ხანდახან რაღაც უცნაურს ვეძახით, ხანდახან უმნიშვნელოს ხანდახან წინასწარ მეტყველურს, მაგრამ ერთი რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ყველას გვაქვს. და ეს არის საერთო ჩვენთვის. ეხლა უძველესი დროიდანაც მინდა რომ ცოტა ამოუყვეთ, ძველი ეგვიპტიდან რომ ამოუყვეთ მაგალითად, არა, ვიცით რომ უამრავი ახსნები აქვს სიზმრებს. ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ საუკუნეშიც არის ძალიან ბევრ წიგნს შეხვდები ინტერპრეტაციების. რა 90-იანებში იყო სხვათა შორის რაღაც წიგნი, სიზმრების ახსნა, ესეთი მეგონი ყველას ქონდა ოჯახში. ხო, ესეც ერთ-ერთი სულ ცდილობს კაცობრიობა, რომ რაღაც თქვას სიზმრებზე, რაღაცნაირად ახსნას, რაღაცნაირად განშიფროს, რაღაცნაირად განშიფროს და რაღაცა იპოვნოს მაგაში. სულ უწყვეტად ვაკვირდებით მაგას და ეგ არის კიდევ ერთი ესეთი ყველაზე მომხიბლავი მომენტი, რომ
გადახედავ ძველი ეგვიპტელიც შეიძლება ისევე ეძებდა პასუხს რაღაცაზე, როგორც დღეს ჩვენ ვეძებთ. ერთი რა განსხვავება შეიძლება ითქვას, რომ ძველ დროში გაცილებით უფრო პირდაპირ ესმოდათ. აი რა იგულისხმება ამაში, რომ მაგალითად დაგვესიზმრა ჭექა ქუხილი, გაბრაზებული არის ღმერთი. ხო, და სავსებით ლოგიკური ახსნა არის იმ დროინდელი ადამიანისთვის. ძალიან პირდაპირი გაგებით იყო ხოლმე, როგორც წესი ნათარგმნი. ესე რა ქვია, ხშირად უკავშირდებოდა უფრო რაღაცა სასჯელს და ღმერთების სალაპარაკოს. მერე უკვე როცა ზემოთ ამოვდივართ, ნელ-ნელა იხვეწება ეს ყველაფერი და მოვდივართ დღეს დღეისობამდე, სადაც უკვე აბსოლუტურად ესე იგი ანალიტიკაშიც ესია, რომ ეს სიზმრები, იცით როგორი ის არის, ინტერპრეტაცია მათი უნდა გაკეთდეს სრულიად თავისუფლად, გამომდინარე კლიენტისგან ან პაციენტისგან. სიზმრების ახსნების, წიგნები და მნიშვნელობები საინტერესოა უბრალოდ ვიღაცების მოსაზრებები შეიძლება ჩაიხედო, კარგად გაერთო, მაგრამ ვიტყოდი, რომ ალბათ მაინც არ ღირს ესე ვიღაცის კონკრეტული ინტერპრეტაციების დიდად დამახსოვრება და ხო, წაკითხვა. ეგ საქართველოში ხშირად მოგვისმენია რა, რომ აი წავიკითხე ეს დამესის, გველი დამესიზმრა ცუდის ნიშანია. ან რაღაც ესეთი გავრცელებული ისიც არის, არ ვიცი, ახლა საინტერესოა საიდან მოდის, რომ სიზმარში ბავშვია ყოლა და ცუდის ნიშანია. ან პირიქით ვიღაც გარდაიცვალა და ნიშნავს, რომ დიდხანს იცოცხლებს, რომ ეს ანტის კბილი ამოვიღე და ესე იგი ჯვარის წერია და ვიღაც გარდაიცვლება, აი ესეთი რაღაცები ხო, საიდანაც ხომ მოდის ეგ წარმოდგენები, ეგეც ალბათ მე ნახეს რეალურ ცხოვრებაში ეს დაესიზმრა და აი ეს შედეგი მოხდა და ალბათ მაგაზე შეგროვდა და ბევრიაც ალბათ დაემთხვა და მაგაზე დაყრდნობით მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრის, აი ამ ინტერპრეტაციების ესე პირდაპირ გაგება და დამახსოვრება არ ვარგა. ხო. არ არის თვლად სასურველი და აი ეგის ნაწილი არის, როდესაც ვიძახით ხოლმე, რომ მოდით ფრთხილად შევეხოთ სიზმრებს. აი ესე კატეგორიულად ნუ ავიღებთ, კატეგორიული დამოკიდებულება ნუ გვაქვს, რომ ეს იმას ნიშნავს, ის იმას ნიშნავს. აი როგორც პირველყოფილად. ხო, და სხვათა შორის ახლა მე რადგანაც ძირითადად ქართველებთან მუშაობ, როგორი ისა აქვთ იცით, ხშირად აი უმეტესობას შიში აქვს ხოლმე გახსნის და მოყოლის სიზმრის, თითქოს რაღაცა შეიძლება იქ ისეთი საშიში ინფორმაცია იყოს, რატომღაც ძირითადად თითქოს ცუდს უკავშირდება, ესე არის აღქმული. და ასე არ არის, პირიქით, სიზმარი არის ჩვენი ნაწილი არაცნობიერის, რომელიც ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ რაღაცა შეიძლება ცოტათი ჰორორის სტილში მოგიტანოს რაღაცა სათქმელი, მაგრამ მოაქვს იმისთვის, რომ იცი როგორ, ანუ მოაქვს იმისთვის, რომ რაღაცა მოგიყვეს შენს თავზე და პირიქით გაგაფრთხილოს, როგორ ჯობს, რომ გააკეთო, საერთოდ რაღაცა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. ჩვენი თავი გველაპარაკება ამ გზით. მხოლოდ ყველაფერი კარგისკენ. ხო. ანუ სულ რაღაცა ჰორორიც ვნახოთ, ეგეც მიმართული არის ჩვენი, რომ ყურადღება მივაქციოთ რაღაცას. ხო, ის ცდილობს, რომ შეაგროვოს მაქსიმალურად ისეთი წარმომსახველი სურათები და ხატები, რომ ეს როგორღაც ჩვენ დაგვამახსოვროს, რომ გამოვიღუძებთ, ამოგვატანოს თან იქიდან. აი ეს რაღაცა არ დაგვავიწყოს, ამიტომ ხანდახან ძალიან ამძაფრებს ხოლმე, სულ კოშმარებამდე. ხო, რომ ეგ საინტერესო ახსნა, რომ დაგვამახსოვრდეს. კი. ვიღაცისთვის შეიძლება ეგ სიმძაფრე იყოს. ემოციურად, კიდე რა არის მახასიათებელი, რომ სიზმარში ემოციურად ძალიან ჩაბმული ხარ, ხშირად ისეთ შოკში შეიძლება გაიღვიძო, მთელი დღე გაყვეს კი არა, ზოგიერთი მთელი ცხოვრება ახსოვთ ხოლმე. ძალიან, ესე იგი, ამ დროს შენ გძინავს და ახლოს ხარ შენს ცხოველურ პირველყოფილ ნაწილთან, აი ამ არაცნობიერად უფრო ახლოს ხარ ისტორიულ ნაწილებთან შენი თავის და ეს ცხოველური ნაწილიც, რომელიც ძალიან ინტენსიურად ემოციურია, სულ იმიჯებს გაჩვენებს და გელაპარაკება, რომ აი ეხლა იმას ის ნახე როგორია, ეხლა ამას მიაქცია ყურადღება, ეხლა ეს და სულ აკაკუნებს ქვემოდან. ხანდახან აბრახო. მაშინ ახსნა იმათვის რა არის, ვიღაცებს რაღაც სიტყვაზე ცოტა სულელური რაღაც მომენტები რო ესიზროთ, არ ვიცი, სრული აბსურდი ხო შეიძლება ვიღაცამ ნახოს.
მაგრამ ეგეც შეიძლება ეგეც ალბათ ინდივიდუალური არის და უშუალოდ აი სესიის დროს ანუ თქვენთან თერაპიის დროს მე უფრო გამოჩდება რატო დაესიზრა ეგ აბსურდი ხო პროცესში ჩდება მაგრამ კიდე იმაზე მეღიმება ხოლმე რომ იძახენ აბსოლუტური რაღაცა სისულელე ვნახე აბსურდი იყო რაღაც და მე დაიწყებენ მოყოლას და ანუ ხა ესე პირდაპირ თქმა უნდა თავიდან ვეუბნები ხოლმე მაგრამ ხშირად არის ეს მომენტი რომ მერთო ჩემო ეს არის აბსურდი ნუ რამდენი რაღაცა არის შეგნით სრულიად გენიალური რაღაცა რაღაც უაზრობა დამესიზმრა ან რაღაც ჰორორი იყო ვაიმე ახლა მოუყვე ეს და ამ დროს რა დაიწყებს მოყოლას გადაიშლება ხოლმე იქ რაღაცა მომხიბლავი ესეთი სრულიად არ ვიცი როგორ თქვა ბლუპრინტი რაღაცა ესეთი სამშვინველის მთელი პატერნი იშლება ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობს და ადრე მაგაზეც ვისაუბრეთ უბრალოდ ზუსტად არ მახსოვს ანუ სიზმრის რამდენიმე კატეგორია არსებობს ხო რაღაცა ჩვენ დავყავით რაღაცნაირად ხო ამაზეც ახლა რო გითხრა რომ აი ასე არ მინდა გაიგო რომ თითქოს ეს კატეგორიები აი ძალიან ისი არის ჩამოწერილი ხო უბრალოდ ეს რაღაცნაირად სტრუქტურაში მოაქციეს თითქოს რომ შეიძლება იყოს მაკომპენსირებელი სიზმარი მაგალითად არის რომ უნდა წავიკითხო ლექცია და ძალიან ნერვიულობ და მივედი და ვნახე რომ მოვიდა ცოტა ხალხი და მე დავწექი დამესიზვრა რომ ბევრი ხალხი მოვიდა ანუ თითქოს მიკომპენსირებს რაღაცნაირად დღისით განცდილ დანაკლის და დეფიციტს ცდილობს რომ შემივსოს დამიბალანსოს რომ არ იყოს მტკივნეული ხშირი არის ხოლმე კიდევ ეს ხუმრობის დონეზე მაგრამ აი ეხლა რაღაც დიეტაზე ვიყავი არ ვჭამდი და დამესიზვრა შემწვარ მოხრაკულები ესეთი ისიც ყოფილა მე ეგეთი მქონია მოწევას როცა ვანებებდი თავს სიგარეტისას დამესიზვრა რომ ერთხელ ერთი ღერი მოუწია და თითქოს სრულიად გამიქრა მე ანუ ისაც გამქრალი მქონდა ეგ შეგზაო მაგრამ ეთყოს რაღაც სიღრმეში რაღაც კიდე იყო დარჩენილი ხო ემოციურ რო გძინავს ემოციებში ხარ ამ იმიჯებს ხო ხედავ შენი ტვინი ემოციურ მდგომარეობაში ყოფნას აგრძელებს და იქ ხარ ემოციებში აი გაშვებული გაგძარღვები და მიბმული ხარ რაღაც პირველყოფილ არსებობაზე და რომ გაკლია მინდობილი ხარ რომ გაკლია რაღაცნაირად გადაწყვეტს რომ ძალიან გაკლია და შეგივსებს ხო თითქოს ამ დეფიციტს თქვათ რაღაცა კომპენსატ ესე შეიძლება თქვათ რომ დეფიციტის შემავსებელი ან კომპენსატორული სიზმარი შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი სიზმარი მაგალითად რაღაც მომენტში დაგესიზმროს რომ სადღაცას მიდიხარ ცუდი ამინდია და აი რაღაც ისეთ ხასიათზე ხარ რომ ხო არ მოbrunde უკან გაიღვეძებ დილას და მოგყვება ეს განცდა და რაღაც მომენტში შეიძლება ხვდები რომ ჯობს არ წახვიდე და მე შეიძლება იგებ რომ იქ რაღაცა მოხდა გამაფრთხილებელი ინტუიტიური სიზმრით ხო ხშირი არის ხოლმე ესეთი არის ესეთი როგორ თქვა კიდევ აი სიმბოლური სიზმრები სადაც თითქოს რაღაც პატარა დაგესიზმრება მაგალითად ბეჭედი ხო მაგალითად ბეჭედი და ამ ბეჭედს რომ აგიწერს როგორი იყო და რანაირი იყო შიგნით კოდირებული არის სიმბოლურად მთელი შენი შესაძლებელია სამშვინველის მომავალი წლების განვითარება ხო ესე რაღაცნაირად ამოაქვს ხოლმე კიდევ შეიძლება იყოს ასევე როგორ თქვათ აბსურდული სიზმრები აი მაუტილიზებელი სიზმარი აი ეს როგორ მაგალითად რაღაცა ხდება ისეთი ცხოვრებაში რისი გადახარშვაც მიჭირს ემოციურად ვერაფრით ვერ წყნარდები ვერ ვღებულობ რაღაცა რეალობას ცხოვრებისეულს და დავწყვები და რაღაცნაირი რიმეიკივით მესიზმრება რომ თითქოს ეს მოგვარდა ან სხვანაირად გადაწყდა. ხო. ეგ არის აი ეს ანუ ცდილობს რომ ის კონფლიქტი რომელიც დღისით გააქვს და თითქოს გადაუჭრელი გეჩვენება რაღაც ორ ემოციას განიცდი. ნუ ხშირად კი არა და ადამიანების უშერეულ ემოციებს განვისდით დღის განმავლობაში და აი ესე გავაკეთო თუ ისე ეს
ამას უფრო უგრძნობ თუ იმას უფრო უგრძნობ და დადიხარ დაჭიმული. იმასაც გძნობ, იმასაც არ იცი როგორ ქნა. დაწვევი და რაღაცნაირად უცებ გარდაქმნის თითქოს შეკრავს და იღუძებ შვებით ის სიზმარიც ქვია. ეგეც ხო არის რომ რაღაც სიტყვას გადაუჭრელი როცა არის და რო იძახიან მოდი ხა გამოვიძინოთ ამ ფიქრით და მეორე დღეს გადავწყვიტოთ რომ აი ძილში კიდე ეგ რაღაც გარდაუქმნათ. ისიც ხა იგეც გემახსოვრება ანდრა რა ხა ბევრი რაღაცა მეცნიერული გადაჭრები და ეს მენდელევის სისტემა იქნება თოში იძახიან და ამბობენ ხომ ეს გავრცელებული ის არის რომ დაესიზმრათ ამონახსენები დაესიზმრათ კოლექტიური მიდანი იყო ზუსტად და ეგეც ხო კოლექტიურიდან ერთი დიდი კაცობრიობის მომენტიდან წევხარ შენ ერთი ადამიანი, ერთი პატარა ადამიანი, გაქვს რაღაცა შენი ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევები და კონფლიქტები, დაიძინებ, ჩაიძირები და იქიდან უცებ რაღაც ეს წინაპრების ფსიქიკების შეერთებული თუ აუზი თუ ასე შემდეგ უკავშირდები და რაღაცა გადაწყვეტას იქიდან გაძლევს და იღვიცებ აი აბსოლუტურად ისეთი რა ქვია შვებაში. კიდე არის ესეთი როგორ თქვა შემაჯამებელი სიზმარი არის. ხო, ეგ როგორც მე ვთარგმნე, იცი, ხო აი ბევრი სხვადასხვა რაღაცა დანაწევრებულად გაწუხებს ცხოვრებაში. რაღაც გაწუხებს სამსახურეობრივი საკითხი, პირადი ცხოვრების საკითხი, არ ვიცი იქ კიდე რაღაცა ფინანსური საკითხი და ხანდახან არის ხოლმე რომ დაწვევი დაიძინებ და დაგესიზრება ერთი სიზმარი, რომელშიც ისე ლამაზად არის ყველაფერი შეერთებული ერთმანეთთან, რომ იმიქსება ერთად კარგად რა, რომ გაიღვიძებ რაღაცა უკვე ხვდები, რომ ის იმას უკავშირდება და ესე იგი შენ თვითონ მოგეცემა განცდაში, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა სფეროს პრობლემები ერთმანეთს განცდაში. როგორც რო წარმოგვედგინა რომ როგორ შეიძლებოდა მანამდე ვერ ჩასვავდი რა ესე მანამდე ვერ ჩასვა აი შეიძლებოდა გეფიქრა კვირეები დღეები და ვერ ჩადასვა ვერანაირად რა და უცებ იღვეძებ და ჩასმულია იმიტომ რომ რაღაცა ნახე სიუჟეტი ერთი პატარა სიუჟეტი და კიდე როცა ყვებიან ხოლმე ეს არის საოცარი ის რომ ნახე იცი რაღაცა ნახე რაღაც ისეთი არაფერი არ იყო სისულელე ნახე რაღაც და ამას მოაყოლებენ ხოლმე აბსოლუტურ რაღაც ანალიტიკოსისთვის აბსოლუტურ საოცრებად მარგალიტა სიზმრებს. მაგრამ სხვა შორის აი ეხა მაგ აბსურდს შევეხეთ, ანუ ჩვენი თერაპიების მერე უფრო რო დავიწყე ეხა სიზმრებზე დაკვირვება. ხო. ეხა რაც ახსენე, რომ აი აბსურდულშიც ბევრი რაღაცა მიპოვიაო, მაგ აბსურდულებსაც უფრო ყურადღებას ვაქცევ მეც ოღონდ შეიძლება მთლიანი სიზმარი არ იყოს რაღაც რო ყველგან მინდა მაგრამ ერთი დეტალი იყოს ისეთი გარდამტეხი რომ იმას რო გაიაზრებ აი გააზრების დონეზე რომ ეს შეიძლება ამას ნიშნავდეს და ესე იგი მე ეს უნდა ვქნა ან ესე მოვიქეცი და ესე და всё ეგრევე makes sense რომ ესე და ესე არის ხო აი იცი როგორი რაღაცა არის ის დეტალიც რატო დაგამახსოვრდა ესეც როგორი საოცრება არის არა ხანდახან არის რომ კიდევ იცი როგორ გახსოვს მთელი სიზმრის სიუჟეტი მთლიანად გახსოვს აი ძალიან კარგად მაგრამ ერთი პატარა რაღაცა შეიძლება ამ სიზმარში თითქოს უნიშნელო დეტალი ყველაზე მეტად აკვიატებული გაქვს ეხლა რატომღაც ეს გამახსენდა რომ უზარმაზარ გრძელ სიზმარს მიყვებოდა ერთი 10-15 წუთიან სიზმარს მიყვებოდა ერთი პაციენტი და ძალიან დამამახსოვრდა რომ მოვიხურე შავ-თეთრი ჭადრაკისებური დაფასავით შალი არადა მთელი სიზმარი იყო სრული თრილერი და აი რაღაცმა ეს დამახსოვრდა და გაჩერდა აი ამ მომენტში რომ მოყოლის მომენტში რომ იყვებოდა გაჩერდა და კარგახნიანი პაუზა იყო და აი ეგ არის ძალიან საინტერესო რომ ესე იგი ეს დეტალი როგორი სიმბოლური იყო მისთვის რომ მოყოლის დროს თრილერის მოყოლის დროსაც გაჩერდა ხვდები რომ აი აქ რაღაცა არის ხო რაღაცა და ხო და იწყებ მე მან საუბარს რომ მისთვის რა შეიძლება ეგ იყოს ეხლა კიდევ რა არის შეიძლება აქ არის ეგეთი წერტილი რომ როდესაც შედან პირისპირ ანალიტიკოსი და ანალიზანტი მე შეიძლება ძალიან საინტერესოდ მომეჩვენოს ეს შალი რომელიც შავ-თეთრი ჭადრაკისებური მისია ქსოვილი პატერნის არის ძალიან
შესანიშნავი ინტელექტუალური ჩემი ანალიტიკური იდეა შეიძლება მქონდეს, რა შეიძლება იყოს და ერთი სული მქონდეს შეიძლება რომ მოვახსენო და ხო ეს ახსნასავით უთხრა, მაგრამ აი ეგ არასოდეს არ არის ჩვენთან რეკომენდირებული, იმიტომ რომ უნდა ეცადო ამ შემთხვევაში ანალიტიკოსი რომ დაუახლოვო თავისივე თავს, თავის ინტერპრეტაციას. შეეცადო რომ კითხო რომ შავთეთრი, თქვა ჭადრაკისებური, რამე თქვენთვის აქ რამეს ნიშნავს? ანუ თვითონ მიიყვანო ის ადამიანი პასუხამდე, ეგრევე კი არა ჯახო, რომ აი ესა და ესაა და იცი როგორ, აი პასუხამდე მიყვანასაც კი არ ცდილობ. უბრალოდ შეკითხვებს უსვავ, რომ თვითონ მეტად დაფიქრდეს და მე არის შეიძლება ესე გაგრძელდეს დიალოგი, მაგალითად, რომ რატომ ეკითხები და მან შეიძლება უთხრა გახსნილად, რომ იცი რაღაც რომ მიყვებოდი ამ სიზმარს ისე გაჩერდი, თითქოს რაღაცამ წაგიღო სადღაცას იქ და აბა იქნებ ღირდეს ყურადღების მიქცევა და გეუბნება რა ვიცი, ჭადრაკის თამაში არ ვიცი. ხო, მე კიდე შეიძლება ესე ცდილობა არის რომ უტრიალო რაღაცნაირ ეს არის სიმბოლო და იქნებ იქ რაღაც იყოს. მაგრამ სიზმარიც ხო შეიძლება ის თქოს მაგ ჭადრაკის დაფის მაგალითზე ეგრევე არ იცოდეს პასუხი, მაგრამ რამოდენიმე დღეში კიდე აი ამაში რომ მოიხარშოს წლებიც კი ყოფილა რომ კი ჩემი გამოცდილებითაც ანუ თითქოს დრო არ არსებობს აი სიზმრების შემთხვევაში შეიძლება რაღაც დამესიზროს და აი წარსული მომავალი აწყო რაღაც აი უცნაურ პანდემში არის მაგრამ წყალში რო ჩადებ კვირტი რო არის და დევს და მე იშლება და ესე იგი შრეები და იმ შრეებში კიდე უფრო ახალი რაღაცები ამოდის და შეიძლება ძველ სიზმარზე რომ გეგონა რომ მიხვდი გადის კიდე რაღაცა პერიოდი და უცებ მე კიდე შემდეგი იწყება. ხო, აი რომ გააგრძელო ეს ჭადრაკის დაფა და იწყებს მე რა ვიცი, ჭადრაკის დაფაზე შეიძლება ესეთი კითხვა დაუსვა, რომ თამაშობდით თუ თქვა საერთოდ ვერაფერს ვერ იძახის, შევეცადო რომ ბავშვობის მოგონებას დაუკავშირო, პირადად ცნობიერს, ან თამაშობდი არა ვერ ვიტანდი ვერასდროს ჭადრაკის თამაშს. მართლა რატო ვერ იტანდი? რავი სულ ვაგებდი და აი მამა და ჩემი და სულ მიგებდნენ და აი რაღაცნაირად არ შემიძლია საშინელ ხასიათზე ვდგები რომ ვიხსენებ, მოუყრიდი ამ ჭადრის ფიგურებს და უკვე მიდიხარ ამბამდე რა და მე გადადის ემოციებზე რომ ეხა გამახსენდა როგორი განცდა გაქვს ეკითხები ეხა ამას რო ყვები მაშინ ბავშვობიდროინდელი ისტორია ძალიან საშინელი განცდა იყო რა ძალიან უბრაზდებოდი არ შემეძლო ეს წაგების მომენტი მოუყრიდი არ შეგეძლო წაგების მომენტი და უცებ ჩერდება და ახსენდება რომ თქვა დღეს მოვიდა იმ საკითხით რომ რაღაცა არ გამოუვიდა ისე როგორც თვითონ უნდა და გაფეილდა და ეგრევე კავშირში მოვიდა და ხო და მე თვითონ აკავშირებს და იძახის რომ ვაიმე ხო ეხლა ვხვდები და უკავშირდება და ეს ავსებს იცი რითი ცნობიერს ავსებს იმედით რაღაცა იმის შესახებ რომ ხანდახან ძალიან კარგია რომ ბევრი რამე არ იცი ყოველთვის რომ ვაიმე ეს არ ვიცოდი იქ რამდენი შრამე ყოფილა იმ შრეში იმ ლეიერებში და მე კიდე მეგონა რომ უბრალოდ ლუზერი ვარ ან გაფეილდი და მე აღმოაჩენს რომ იქ თურმე რაღაც შესამეცნებელია და ძალიან ინსპირირებულია გაბედნიერებული სახე აქვს ხოლმე ხანდახან თითქოს რაღაც ახალი შეიძინა და გამოიკვლია და ეს მაგალითი კიდე კარგი იმით მგონია რომ აი სიმბოლოების ახსნაზე რო იყო სიზმრებში რო ბევრ რაღაც არ დაეჯერო თუმცა მაინც აი შენ რაც მირჩე სიმბოლოების წიგნი რო არის სტაშენის ეგ ძალიან კარგი ისეთი ყველაზე უნივერსალური არის იქ არ არის რატომაც ურჩევ ხოლმე ზოგადად ეხლა შეიძლება ბევრი სხვაც იყოს ეგეთი მაგრამ მაინც ისეთი გამოცემა არის ტაშენის სერია ობიექტურობით ხასიათდება იმიტომ რომ მეკითხებიან რომ აი რატომ მაინც ეხლა ეს და არა სხვა არასდროს არ წერია რაღაც ესეთი სუბიექტური, ობიექტურად არის ისტორიის მანძილზე კაცობრიობის რა ინფორმაცია არსებობს, ad როგორ ყოფილა და რომ ვურჩევ ხოლმე, მე თვითონ რო კითხულობენ, რაღაც ამოუვიდათ, მაგალითად სიმბოლო დიდი კატები, ხა ეს გამახსენდა და ამოუვიდათ და აი რომ მეკითხები, რას ნიშნავს ეს და
თვითონ ძალიან არ უნდა რომ ჩაუყვეს რას ნიშნავს ეს და ვცდილობ რომ მოდი აბა აქ ვნახოთ ახლა იმიტომ რომ ეგ შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს და მე რო გითხრა ჩემი რაღაც შეიძლება რომ ინტრუზი ანუ უხეშად ვინტრუზირდე შენს ფსიქიკურ სხეულში და მოდი აქ გადავხედოთ ეხა ნაბა შეხედე და რომელი უნდა ამოვარჩიო აქედან აი რომელზეც გაგიწევს შეგულის თქმა მაგამდე მინდოდა მეც საუბარი მიმეყვანა რომ ბოლოს მან შენ ინდივიდუალურ აღქმამდეც დადის ანუ წიგნში შეიძლება ეწეროს უბრალოდ დიდი კატა ნიშნავს ამასა და ამას მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე კატასთან შეიძლება მეც ანუ სხვა გამოცდილება მქონდეს და სხვა კავშირი და ჩემი უკვე ცნობიერი კატას რა ხარ მეუბნება უკვე თითისანა ბეჭდივით არის ეს არის ბლუპრინტი უნიკალურია ყველასთვის არის და მე შეიძლება აი როგორც წეღან თქვი სრულიად იდეალური ინტელექტუალური ახსნა მქონდეს გიცნობ თქვა დიდი ხანი აი გაგიცნობ მეორე მესამე წელია ანალიტიკას ვაკეთებთ და აი შვენიურად ვიცი ეხა ეს სიმბოლო გენიალური იდეები მაგრამ რატო ამოვიდა ამ დროს ეხა და მაგრამ მაინც სრულიად შეიძლება აცდენილი ვიყო იმიტომ რომ მეც ხო ვიცვლები აი ფროიდი რო გავიხსენებ მეც ვიცვლები ყველაფერი მიდის და შეიძლება აღარ მაქვს ეგეთი ემოციური ბმა იმ სიმბოლოსთან იმ ყველაფერთან და უკვე ახალი ესე ვთქვათ მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის იმ რაღაცამ ან ისეთი რაღაცა იყო რომ მე საერთოდ არც მსმენია და არც გამიგია კი ბევრი რაღაც მოვისმინე შეიძლება 2-3 წლის განმავლობაში მაგრამ არასოდეს რაღაცა ყოველთვის იქნება ისეთი ისტორია, რომელიც არ მოგიყოლია და არ გამიგია და ამიტომ აი ეს მივარდნა რომ ესე აი ამას ვერიდებით და გულის თქმას ვენდობით ადამიანის. ხო, სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი ხსნის კიდე მაგრას იზრებს ბოლო დროს მეც და ესე იგი ბოლო 1 წელიწადი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ChatGPT ერთად ვხედავთ სესიებზე, ოღონდ მე არ მაქვს და არ ვიყენებ უბრალოდ მე ვზივარ კლიენტთან და პაციენტთან ერთად ChatGPT-სთან ერთად. ესე იგი სანამ შენ შეგეკითხებოდი, რა თქმა უნდა ვკითხე ChatGPT-ს. ეს არის ძალიან მართლა მაგრახსნის, იმიტომ რომ იქ ისე ყველაფერს ჩამოგიწერს სტრუქტურულად რომ დავუმეგობრდე უკვე ანუ ვღებობ. მაგარი ხელსაწყო არის მაგისთვის. ძალიან ტოლერანტული გავხდი თავიდან ძალიან. გვეკითხება. კი, ხო, ესე იწყება. ხო. და ყველა ეკითხება უკვე. ხო, ძალიან მაგარი ახსენები აქვს მართლა იმეც რომ რაღაცა შეიძლება ჩემი ლოგიკით მივიდე რომ ხო ესე და ეს შეიძლება იყოს, მაგრამ იქ კიდე რომ წამოწევს შეიძლება ყველაფერი რა თქმა უნდა ჭეშმარიტად არ იყოს, მაგრამ აი რაღაცას აუცილებლად ამოიკითხავ ერთს რაც კორელაციაში მოვა შენ წარმოდგენასთან და უკვე ხო, ეხლა თუ ავიღებთ რა არის ChatGPT, ეს არის ფაქტიურად კოლექტიური. ზუსტად ხო, კოლექტიური ცნობიერი უკვე. წარმოიდგინე ეხლა მე საიდან ეს არის კოლექტიური ცნობიერი. აი ეხლა გამახსენდა ხა კი ჩვენ გვევალება რომ ვიცოდეთ ბევრი ინფორმაცია ქონდეს სხვადასხვა მითების, ლეგენდების, ზღაპრების შესახებ. მეტნაკლებად ვერ ყვავდეთ, მაგრამ ეხლა საიდან შემიძლია მე მახსოვდეს, აი ხა ბოლო რაც მახსენდება ხოლმე, სულ ისე მახსენდება პრაქტიკიდან, რომ ნახა ჩერი ესე იგი ალუბლის საკურას ყვავილობასავით, რაღაც კონკრეტული სიუჟეტით და მე კი უცებ ვერ დაუკავშირე, მაგრამ ეგრევე ამოიღო ტელეფონი, იქვე, ეხა ვარ გეწყინა, აქ უნდა ვკითხო ChatGPT-სო და ეხა მაცადე და კითხა. და ამოუგდო რომ არის იაპონური ზღაპარი, მამაკაცი და ესე იგი მე old man, ესე იგი ხო ინგლისურად არის ერთი ხო თარგმნი. ხო, მოხუცი და ალუბლის ხე, ანუ მოხუცი და თურმე ყოფილა რა. ეხა მე შეიძლება ძალიან დიდხანს მეწვალა კი არა და ვიცი ვერც მივწვდომოდი მაგ ყველაფერს და ადრე საერთოდ როგორ იყო, ხო? აი იუნგის დროს თვითონ რაღაც მისი პაციენტები რაღაც სიმბოლოებს რომ ნახულობდნენ, ესეთი პრაქტიკა ქონია, რომ უკავშირდებოდა თავის კოლეგებს, თქვათ, იქ ისტორიკოსებს, ანთროპოლოგებს და ისინი იყვნენ ChatGPT-ები. მისი ხო რეალური არსებული ცოცხალი ენციკლოპედიები. ზის შენს წინ დივანზე ადამიანი და იღებს ტელეფონს, ნუ აი რანაირად შეიძლება უთხრა რომ არა და პოულობს აღფრთოვანებული თავის ზღაპარს. კი. არა, ძალიან მაგარი ხელსაწყო არის მართლა და ეს კიდე იხვეწება და აი მართლა ისეთი ტემპით იხვეწება თან. რო აი არ ვიცი დაწევას ჯერ ვერ ვასწრებ მეც ბოლომდე ხოლმე რომ აი და ამოგიყრის ამ ყველაფერს ერთდროულად და კითხულობ ერთობი
ერთი არის, მაგრამ თან იძირები რაღაც პირად იდუმალებაში და საკუთარ თავთან ხარ ამ მანტრაში. ამიტომ ეხლა კი, კარგი რაღაცა არის. უბრალოდ თავის პატარ-პატარა საფრთხეები მაინც ახლა. რა თქმა უნდა და არ უნდა მივიღოთ ეგეც როგორც თვით რო რაც ამან თქვა ჭეშმარიტება. ეს უნდა გამოვიყენოთ უბრალოდ როგორც პატარა ხელსაწყო. შეიძლება შეგვიფსუბუქოს რაღაც თუ არა და ჯერ გვაქვს სხვა რაღაცეებიც ისეც გამოვიყენოთ. ხო, კი, დადებითად განწყობილი. და კიდე რა მაინტერესებს რო და ხო, არა, ძალიან მეც მიხმარება. აი, სიმბოლოებზე სიზმრებს რო დაუბრუნდეთ ისევ. ეხა მე რაც მოგიყავის ამ ჩაწერას დავიწყებდით, რომ თქვი რომ ამ სიმბოლოს შეიძლება მრავალი ახსნა კონდეს და მულტიგანზომილებიანი აი, ეგეც რო ჩავშალოთ, რომ აი რა არის აი მულტიგანზომილებას რა ქმნის და ძალიან თვითონ აი საინტერესოდ ჟღერს ახლა რა ვიძახი რომ ერთ სიმბოლოს სიტყვაზე არ ვიცი რაღაც ხეს შეიძლება კონდეს მულტიგანზომილებაში რაღაც სხვადასხვა ახსნები, შრეები და აი ხო, აი ჯერ ყველაზე მარტივი ვთქვათ, ხომ? მულტიგანზომი პირად არაცნობიერში, ანუ პირადი გამოცდილებებიდან ჩემი თავის შესახებ მშობლებთან რო ვიზრდებოდი, რაც არ მახსოვს, ჯერ შეიძლება იმ შრეს უკავშირდებოდეს. რაღაცა ვნახე. ხო, რაღაცა ვნახე. მაგალითად, ჭიქას შევხედე და ეს პრაქტიკიდან არ არის. ჭიქას დამესიზმრა ჭიქა. და მულტიგანზომილებიანი როგორ შეიძლება იყოს. დამესიზმრა ჭიქა და მე გამახსენდა პირველი ამბავი, მე როცა პატარა ვიყავი და მშობლებთან ერთად ვიყავი, ჭიქა როგორ გაუტყდა დედას და მე რა უთხრა მამამ და მე როგორ ვიგრძენი თავი, აი ეს ერთი დონე არის. ანუ ბავშვობის დროინდელ ამბებში და ემოციებში დაგაბრუნოს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს დღეს შენთვის, იმიტომ რომ შენ მაშინ როგორ იგრძენი თავი, შეიძლება შეგეშინდა ძალიან. შეიძლება გაბრაზდი მამაზე და დედას დაცვა მოგინდა. ან შეიძლება პირიქით დედაზე გაბრაზდი და მამას დაუჭირე მხარი. ან შეიძლება შუაში ჩადექი, რომ მათი კონფლიქტი მოგეგვარებინა. ხო? ესე იგი, ეს გახსენებს იმ ძველ ემოციებს, სადაც შენ ხვდები, რომ ჩამოყალიბდა შენი ნეიროფიზიოლოგია. მე მევეუბნები, ეს ხშირად იყო ესეთი რაღაც. და კი, იცი, სულ ეს ხდებოდა, მე ახსენდება უამრავი აი revelation, აი გახსნა ხდება, რომ აი მე რეპრესირებული მემორების, რომ ესე იყო, ესე იგი მე ამაში ვარ ჩამოყალიბებული და მევეუბნები, რომ ხო, ეხლა თუ სულ გიწევდა მათ შორის ამ გატეხილი ჭიქის გამო კონფლიქტის მოგვარება, დიდი ალბათობით ესეთი ინტეგრატორის როლი მოგენიჭა ოჯახში და კიდევ გიკვირს, თქვათ სამსახურში რატომ სულ იგივეს აკეთებ და დღესაც რატომ მოხვედი დათრგუნული და გუშინ რატო დაგესიზმრა ეს ჭიქა. ეს ერთი დონე. ახლა მეორე ჩავიდეთ ახლა ამ კოლექტიურ ნაწილზე, ხო? ჭიქა რაღაცა როგორც ჭურჭელი. შეიძლება გადაშალო და ნახო რომ აღწერილი იყოს რომ ეს არის სიმბოლო სამშვინველის ჩატევის და თქვა რომ იმიტომ დამესიზმრა რომ თითქოს ჩემი ტევადობა სამშვინველი სულის არ ვახსენებ სული სამშვინველი არის ქართულად მაინც მენტალიზმი და სოული და ჩემი სამშვინველის ტევადობა გაიზარდა. და აი მე დამესიზმრა ეს ჭიქა და თითქოს მე უფრო ბევრი კონფლიქტი ჩავიტიე, ბევრი ბრაზი ჩავიტიე და გარდავქმენი, ვაპატიე ვიღაცებს, რაღაცები, სიხარული ჩავიტიე, ადრე არ შემეძრო, აი ეს overwhelm, ანუ ძალიან ესე გადავფიჩინდებოდი ხოლმე ბევრი სიხარულისგან და ვერ ვიტევდი და დამესიზმრა ჭიქა და იცი მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა სიმბოლოა ჩემში ტევადობის. შეიძლება ამ დროს კიდე იყოს იმის, რომ ეს ჭიქა მინის არის თუ რკინის არის თუ რისია. აქაც მნიშვნელობა ფერი მასალა ყველაფერი. მე შეიძლება შეგეკითხო, რომ როგორი იყო ამ დროს ეს ჭიქა, მინის იყო, რკინის იყო, თუ ნუქის იყო, ხის იყო და შენ მითხრა შეიძლება რომ ვიცი ამას არ აქვს მნიშვნელობა არ მახსოვს. ოკეი, კარგი. მაგრამ შენ შეიძლება მითხრა რომ იყო მინის, თქვათ
ეს უკვე შემდეგი ამბავი არის კიდე და ესე მიუყვებით. ანუ ახლა მე ხო მე უკვე შაშლა ხდება ყველაფრის და იქედან. ესე იგი ჭიქა რომ დამესიზმრა რომ გატყდა, ამას შეიძლება უკავშირდებოდეს ჩემი პირადი არაცნობიერიდან, ჩემი გამოცდილებები, მშობლებთან ურთიერთობის და როგორი ნეიროფიზიოლოგია და ჩამომიყალიბდა და განმივითარდა მე როგორი დამოკიდებულებები და რა ემოციები გამიჩნდა. და მეორე შეიძლება ნიშნავდეს კიდე უფრო ქვემოთ იმას, რომ მაგალითად იზრდება ჩემი ტევადობა რაღაცა სამშვინველის ჭურჭელის. այդ სულის ჭურჭელი ჩემი უფრო ტევადი ხდება. ეხა ეგეთი აზრი მომივიდა, რომ ხერო ვახსენე, მგონი კაი შედარება არის ხე რატო რომ ხის ხილული ეს მთავარი ნაწილიც აი შეიძლება ჩავთვალოთ თვითონ სიმბოლოდ, ხოლო ფესვები უკვე აი ერთ-ერთი შრე, რაც თქვით, აი ღრმა ბავშვობა, რაც არ გვახსოვს, აი ყველაფერი ფესვები და თვითონ ხის ტოტები უკვე ზემოთ რაც არის. ეგ უკვე აი ამ სიმბოლოს სხვა რაღაც სხვადასხვა ალტერნატიული ახსნები და ჩაშლები ჩვენში. კი, აბსოლუტურად. ორი სხვადასხვა შრე, ერთი რაღაცა ძალიან ღრმა და უხილავი ძველი და მეორე უფრო ისეთი. უამრავი ამბებია. ხო. ძალიან საინტერესო ამბები არის. შენი როგორც ბავშვობიდან რომ გახსენდება, მასევე თითქოს ისეთი რაღაციდან, საერთოდ რომ რაღაც უცებ გრძნობ კონტაქტ სამყაროსთან. ხო, და აი ბოლო დროს რამდენიმე ჯერ მქონდა ეგეთი ინციდენტები ძილის დროს და აი მაინტერესებს შენი აზრი, ხო? რა ინციდენტები კარგი იყო, მომეწონა. შეიძლება ეს იყოს, რომ აი ვიძინებ და უცბად მახსენდება 1-5-10 წლის წინ რა სიზმრებიც ვნახე, ეს 1-2-3. აი ჩაწყობილად აი სიზმრების ადგილები, შეგრძნებები, განცდები, აი სიუჟეტები, რომ აი ჩაძინების წინ კასკადად ნანახი წარსული სიზმრები. აი ზუსტად, აი კასკადი არის იდეალური სიტყვა, ესე კასკადად მოყვება ძველი ნანახი სიზმრები და ზოგი ბავშვობიდან, ზოგი თინეიჯერობიდან, ზოგი სიტყვაზე 1 წლის წინანდელი შეიძლება იყო და მე მან მაგაზზე მივდივარ, რომ ალბათ ეგ ყველაფერი რაც ვნახე აი როგორც თქვა კომპიუტერში ხო არის ინფორმაცია შეიძლება თავარ მყარ დისკზე არ იყოს ატვირთო Google Drive-ზე ხო? მაგრამ access-ი გააქვს მაგ Google Drive-თან და ალბათ ჩემი გონებაც არ ვიცი რა თვით და უნებორო სპონტანურად რაღაც შევიდა ამ Google Drive-ში გახსნა ეს სიზმრები და დაათვალია რა ანუ ეგრეა ჩვენი თავი მოწყობილი რომ რაც ვნახეთ და გვესიზმროთ ყველაფერი ჩვენშია თუ შეიძლება დაგვავიწყდეს არა მე მგონია რომ არ გვავიწყდება და არის არა სადღაც ის სად დაგავიწყდება ეხა იქ მაინც სადღაცას იქნება რაც უბრალოდ ცნობიერ შეიძლება რომ ავიწყდებოდეს მაგრამ აქ ეხლა ეგრევე აი მასე გადავდივარ ანალიტიკოსის როლში შევდივარ ნაცვლად მოწვეული რა მინდა კითხო რომ მე დაგესიზმრა რამე კიდე აი ეგ აღარ მახსოვს ეგ არ მახსოვს აი ეგ მომენტია ხოლმე რომ ხომ არ იყოს სერიული იმისთვის რომ კიდე რაღაცა მოეცა იმ ღამეს კიდევ ერთი სეზონი ხო არ დაგიდო მაგას არ დავკვირვებივარ და თუ გამიმეორდა დავაკვირდები მაგრამ ანუ ახლა შეიძლება ეგ იყოს რომ რაღაც კვანძი არ შეიკრა და უნდა შეიკრას გახსენებს რაღაცეებს თანაწყობით გახსენებს ან შეიძლება იმ დღეს ყურადღებით ანდრია გეუნება ნახე ეს და ეს რატო არა ის ხო რატო ხო აი სიტყვაზე ან რაღაცამ დაათრიგერა იმ დღეს ან იმ პერიოდში რაღაც სიტყვაზე შეგრძნებები საინტერესო რადგან მიაქცია ყურადღება რომ რაღაცა კასკადი იყო აუცილებლად იმიტომ ეგ კასკადი იმდენად სასიამოვნო იყო რომ ვერ წარმოვიდგენდი რომ თან ესე ვიხსე აი ხაც რო დავხვეჭე თვალები რაღაცები მახსენდება კი აი მაგრამ საოცარი შეგრძნება არის და ხო ეხლა აქ მაინც არ მოვაყოლებდით რომელი ტიპის სიზმრების კასკადი იყო რა ხდებოდა და ძალიან ჩაებმებოდა ერთმანეთს და ხო ნუ სესიაზე ეგ ძალიან სიღრმეში და მუშაობაში ხო სასიამოვნო რო იყო რო იძახი ხო ეს კასკადი რო ვნახე ერთი რაღაც გამახსენდა და ეგ მინდა რომ ცალკე გამოვყო სიზმრის ესეთი უნარი ხო უნარი არის რომ იცი რა არის? აი ეს ჩვენი ინტელექტუალური ნაწილი ემოციებისგან დაცლილი, ინტელექტუალური ლოგოსური ნაწილი, ფიქრითი, მარტო ფიქრითი, ემოცია რო სადღაცა სხვაგან გადაგაქვს, ხანდახან კი არა და ნუ ცივილიზებულ სამყაროში ძალიან წინ მიდის. და სულ ვცდილობთ რომ ემოციები ვაკონტროლოთ, სადღაცას გადავდოთ, მივჭრათ, მოუჭრათ და სულ აი ამ thinking მდგომარეობაში და სულ ლოგოსში ვარ და სიზმარს აქვს სასწაული უნარი რომ ამოიღოს ეს პირველადი ემოციები და დაუკავშიროს ანუ მარტო ემოციები კი არ აღძრას აკავშირებს ერთმანეთს ამ ჩვენ კარგი გაგებით ცხოველურ
თბილ აი ამ ინსტინქტუალურ ემოციურ ნაწილს და ინტელექტუალიზირებულ ნაწილს შორის რო არ იყოს სრულიად გათიშული ვიქნებოდით შეიძლება რომ უბრალოდ ზომბები და რობოტები ვიქნებოდით და აქვე მინდა მაინც ახლა ეს ექიმური ის გამირბის ხოლმე წინ ეგეთი რაღაცაც აღნიშნოს შეიძლება საინტერესო იყოს რომ აი დემენცია და დემენტური პაციენტები როდესაც არიან რომელიც გამოიხატება უკვე თავის ტვინის ცვლილებებით და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებით მინდა გითხრა რომ ამ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ ის წყვეტა ადრე კვლევების მიხედვით წყვეტა აქვთ სიზმრით მეხსიერებასთან სხვათა შორის მაღალი ანუ აღარ მახსოვდება ესე იგი ხო ერთგვარად სიზმარი როდესაც გახსოვს შენ ეს არის ხიდი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის და განაპირობებს ენერგიის ცირკულაციას და ტვინის სიჯანსაღეს ოღონდ ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე. ეგ ძალიან კაი ახსნა, რომ სიზმარი არის ხიდი ისევ ჩვენ თავშივე ჩვენსა არაცნობიერს და ცნობიერს შორის, რომ უფრო ეს ხშირად აღინიშნება ხოლმე, რომ ეხლა დასაწყისები არის მაგ ყველაფრის და ნუ ალბათ მალე იქნება უკვე შეხედულება, რომ შეხედულება ესე როგორ თქვა, კვლევით დასაბუთებული, რომ ის ადამიანები, ვინც არ აქცევენ დიდ ყურადღებას, არ არის აუცილებელი ანალიტიკოსთან მიაქციო ყურადღება. შეიძლება სულ შენთვის იყო და შენთვის უყვებოდე შენ თავს ნანახ სიზმრებს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც არ ახსოვთ სიზმრები დიდწილად თავის ცხოვრებაში არ აქცევენ ყურადღებას მეტად მიდრეკილები არიან ძალიან მაღალი ხარისხის დემენციის და თავის ტვინის პათოლოგიებისადმი. იმიტომ რომ ესე იგი სიზმარი არის ერთგვარი სიჯანსაღის ფუნქცია. ანუ ისეთი რაც არ არსებობს ხო რომ სიზმრები არ მესიზმრება ზოგი რო იძახის. აი არ მესიზმრება ვიძინებ ვიღვიძებ და არაფერი არ. კი, ეგ ძალიან კარგი კითხვა არის, ძალიან სასარგებლო კითხვა არის, იმიტომ რომ სულ ყველა სესიაზე რა სიზმრებს ვაპარაკობ, ვიმეორებ რომ არ მესიზმრება, არა, გესიზმრება, არ გახსოვს ყველა, იმიტომ რომ ესე იგი ძილის ფიზიოლოგიის მიხედვით, რაც გაზომეს და აწონეს, ყველა ჩვენგანს ესიზმრება 4-დან 6 სიზმრამდე დაახლოებით ღამის განმავლობაში 4-დან 6 ეპიზოდამდე. სხვადასხვა ჟანრის სიზმრები. ხო, ეს ახლა დიაპაზონებს ზომავდნენ და 4-დან 6 სხვადასხვა შინაარსამდე სიზმარი. ყველა ჩვენგანს ეს საკითხი არის რა გახსოვს. და აი თუ არ გახსოვს დიდწილად და იძახი რომ არ არის კარგის ნიშანი ეს. ტვინის თავის ტვინის აი კონკრეტულად ნევროლოგიური ჯანმრთელობისთვის პირდაპირ სტრუქტურალური არანაირი ფსიქიკაზე იქარს არ არის სასარგებლო. ამიტომ სულ ესეთი რეკომენდაცია რომ თქვენ თავს მაინც მოუყევით. დილას შეეცადეთ რომ გაიხსენოთ რომ გავიღვიძე საშინლად მამტვრევდა სხეულში ცუთხასიაძე ვიყავი რატო ვეკითხები იმიტომ რომ არ მინდოდა წასვლა სამსახურში. ხო, ეგ სავარჯიშოსავითაც შეიძლება იყოს ხო რაღაცა პატარა. კი, სავარჯიშოა. ხო, ანუ ჩაიწერონ სიზმრები რო. ხო, აი mindfulness და ანალიტიკას თუ ერთმანეთში გავამთლიანებთ, იქ ჩავამატებდი რომ დილას რომ გაიღვიძებთ ჩაწერა არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც ან ეხლა მოდაში რა ნუ ძალიან ის არის ტრენდული დავოისება საკუთარი თავისთვის ხო ან ანალიტიკოსისთვის ხო ეს გვაძლევს ტექნოლოგიას არ არის ეგეც აუცილებელი უბრალოდ კითხე შენ თავს რომ დამესიზმრა რა მე ხო არ მესიზმრა რა მე აი ეს სულ აი 5 წამიც კი ამაზე ყოველ დილას დათმობილი არის ძალიან სასარგებლო ტვინის ჯანმრთელობისთვის, თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის. მაგით შეიძლება გავავარჯიშოთ ტვინი ისე, რომ შემდეგ უფრო დაგვამახსოვდეს და პრევენცია გავუკეთოთ რაღაც მერე რიგით მოვლენებს და ძალიან ესე ყურადღება მიიქცია რა ფაქტმა იცი, რომ რაღაცა სიზმრები გვესიზმრება და არ გვახსოვს, ანუ რა არის ეგ სიზმრები? ხო არსებობს ეგ სიზმარი ჩვენში, ხო? ანუ რაღაცა ვნახე, უბრალოდ არც ვიცი რა ვნახე. ეგ შეიძლება ძალიან დიდი იყოს ან ძალიან პატარაც, ხო? ანუ ორივენაირი. არის რამენაირად ეგ არ დამახსოვრდა. არ დამახსოვრდა, ხო, ნუ მაგასაც რიგი მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, რატომაც არ დამახსოვრდა. ან ბეცნობიერმა რატო ჩათვალა, რომ მოდი აი ხა ეს სიზმარი უფრო პრიორიტეტულია, ხო? ანუ შეიძლება რაღაც სიზმარი ნახე და წლების მერე ხელახლა განახოს და დაგამახსოვდეს. ორი მარტივ რაღაცას ვიტყვი. პირველი არის, რომ შეიძლება ჩვენმა ცნობიერმა ნაწილმა გაღვიძებისთანავე დაბლოკა ნანახი და დატოვა განცდის დონეზე რომ რაღაცა იქ იყო. მაგრამ არ მახსოვს რა იყო. რატო?
იმიტომ რომ ჯერ იქ რა შინაარსებიც არის და რა შინაარსებიც არის და რაც მზადდება და მწიფდება, ამის მე ახსაქმელად ცნობიერ მდგომარეობაში მზად არა ვარ. არანაირად არა ვარ ჯერ. ეგ ძალიან კაი ახსნა არის. ხო, ჯერ არ ხარ მზად რომ მიიღო ეგ ინფორმაცია. ამიტომ გაპარებს გესმის, სულ გაპარებს, რომ განცდა დაგამახსოვრდა. დაგამახსოვრებინა რაღაცნაირი განცდა. მაგრამ აუცილებლად მიეგიბრუნდება რაღაც მომენტში. თუ დაუჯერებთ ჩვენს უშინაგნესის არქეტიპზე, რაც ვიცით, დაკვირვების შედეგად, რაც არსებობს ფსიქოლოგია, კი. უშინაგნესი არქეტიპი როგორია? სელფის არქეტიპს გულისხმობ ისევ რა თქმა უნდა. ჩვენი ამ სელფის არქეტიპს ვეძახი უშინაგნეს თვითების არქეტიპზე იძახის რომ კი ის თუ საჭიროა აუცილებლად დაგაბრუნებს შენ იქ. შეიძლება გამზადებდეს წლები რაღაცის სანახავად. უფრო უკეთესაც გეტყვით, ხშირად ახსოვთ. ხო. რა დაესიზმრათ? ხო. აი მაგალითად დაესიზმრა რა გავიხსენო ახლა პეგასი, ეს ფრთიანი ცხენი, ესეთი შემთხვევა ქონდა და რაღაცა უთხარი რომ უი რა საინტერესოა, აბა მოდი ნახე და თვითონაც გეთანხმება. ის კი არა რომ ახლა ისეთი ადამიანია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს პეგასის ცხენი და ძალიან ყოველდღიური მასშია და უი არა, გეტყვის რომ ძალიან მაინტერესებს რა მაგარია და მესიზმრა. მოდის მეორედ ეკითხები რომ ნახეთ რამე? უი არა, იცი გადავშალე, წავიკითხე, მაგრამ რაღაცა ნაწილის იქით ვეღარ აღვიქვავდი რა ეწერა. დავხურე დავანებე თავი. ეს, ანუ ნახა, დაამახსოვრდა ისეთი ტიპის ადამიანი, რომელსაც მართლა აინტერესებს და მართლა სამუშაოდ არის. კი, სრულიად და შეიძლება გავიდეს ერთი პაციენტი ზღაპრის წაკი, ესე იგი, ერთი კონკრეტული ზღაპარი, რომელიც სიმბოლო მოაწოდა, მისი წაკითხვა, რომ ვიკიპედიაში რომ შეძლებოდა, რამხელა იქნებოდა ეხა ეს ზღაპარი, ერთი გვერდი. რომ შეძლებოდა, ამას მოუნდა ერთი წელიწადი. აი მართლა. ყველას თავისი რიტმი აქვს და ერთი წელიწადი მოუნდა, რომ ეს ლეიერები, ეს სიმართლე, ესე იგი, სიმართლეების შრეები, რაც მოდიოდა იქიდან, ერთი წელი დაჭირდა, რომ ფინალში გასულიყო და ზღაპარი როგორ მთავრდებოდა, ერთი წელი არ ვიცოდით. ხო, თან მეც მთხოვა, რომ გეხვეწებიო, შენო არ წაიკითხო, იმიტომ რომ მე შეიძლება დამასპოილერო. ხუმრობდით მაგაზე, ეგეთი ის გონდა ყოველ ამაზე ვეკითხებოდი, რომ ხუ არ ჩაიკითხე ბოლომდე. წლის ბაი რაღაც მომენტში უცებ ჩაიდია. აი ეგეთი საოცარი ბუნება აქვს. ხო, მაგრამ რაც თავარია დანიშნულების წერტილში მივიდა. ეხლა რამდენ ხანში მივიდა და როგორ ეგ უკვე ინდივიდუალურია ყველა შემთხვევაში. ყველას თავისი დრო. და თქვა კიდევაც, რომ კიდევ კარგი, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე არ გავიაზრე, რაც მელოდა, რომ იქნებოდა მერე, იმიტომ რომ აი ამას მე ნამდვილად ვერ დაუშვებდი. და შეიძლებოდა გამეფუჭებინა კიდევაც პროცესი. კი, აბა ანუ მეც ახლა მაგალითად დასარტყამზე დაკრო დავიწყე, ეგ დამეხმარა ძალიან გამეაზრებინა, რომ ყველაფერს თავისი რიტმი აქვს, თავისი სიჩქარე და თავისი დრო. თქვენთან სესიებზეც, ანუ ყველაფერი ისე მოგეცემა, რაც შენ სულზე შენ თავს ჭირდება იმ დროს, ანუ მე ვიყავი ეგეთი ტიპაჟი უბრალოდ რომ ძალიან ჩქარობდი ყველაფერს მალე მინდოდა და ხო ბევრი მხრიდან დავჭირდა შენელება აქედან ცოლიბანელებდა იქიდან დასარტყამი კი ძალიან ჩქარებოდა ხო და ხო ბევრი ისეთი ამბავი იყო იქ რომ ისეთი გრაუნდ მეტად გიჭერდნენ მიწისკენ უფრო რომ გაიცა ბიჭებად ხო გაჭრილი რო იყავი უფრო მაშინ რა ქვია მისტიურ არსებობებში ხო და ეს გამიწებდა ეს ყველაფერი. ხო, აი ეგ მომენტი არის, თავისი რითმი აქვს და ეხლა აი რა შეიძლება გაეფუჭებინა ვთქვათ, რომ ადრე ან რო არ დამსიზრებოდა რა, მაინც ხო მოხდებოდა იგივე. ეგრე არ არის, იცი, რო არ დასიზმრა, ეხლა იკითხავენ, ანუ რო არ დასიზრებოდა, მაინც ხო მოხდებოდა იგივე და რა მნიშვნელობა აქვს. როგორ არა აქვს? იმან რომ იცოდა რომ ეს დაესიზმრა და რაღაცა ზღაპარი რო იცოდა ამის შესახებ იცი როგორი ის ქონდა, რაღაცნაირად სულ
სულ იმ სიზმართან ახლოს იყო, თითქოს სულ ლოცვასავით ქონდა რაღაცნაირად სიზმარი და ლოცვასავით რო ქონდა ეგ სიზმარი, ეს მომენტები რო დადგა ცვლილებების მისი ცხოვრების არა ძალიან მედეგი იყო და გაბედულად გადალახავდა წინაღობებს, წინააღმდეგობებს. მის. უკომპასოდ არ იყო. რაღაცას სული, ესე იგი, სამშვინველის კომპასი ქონდა. ახსენდებოდა, რომ ის რო დამესიზვრა, ვაი, ეხლა სამკლევივით არის ამ ზუსტად რუქასავით ქონდა. იმიტომ რომ ზღაპარში მოცემული იყო თავის ოჯახის წევრებთან ურთიერთობების სქემები, იმიტომ რომ ზღაპარშიც ისე ურთიერთობდნენ მერე როგორც აღმოჩნდა, როგორც მის ოჯახში ურთიერთობდნენ და ამან მისცა ძალიან წინასწარი მზაობა. სამყარო მაცნობა, რომ ანუ აქა ვარ, აი ეს ამბები, ესია შენში, შენ იცი. შენ შეგიძლია რომ მიენდო და მერე ყველა შემდეგ ნაბიჯზე იყო გაძლიერებული, იმიტომ რომ ცნობდა პატერნებს. ხო, პატერნების ამოცნობა ეგ მაგარი უნარია და ეგ შუქურასავით ქონდა ეს. მეც აი უფრო სესიები დამეხმარა რეალურად მაგის განვითარებაში მე რომ მე იწყებ უფრო ამოცნობას აი ამ პატერნების და სამყარო როგორ გელაპარაკ. ლოსთი აღარ დადიხარ რა. აი ლოსთი აღარ დადიხარ როგორი დაბნეული, იცი? დაბნეული კიდე ერთია და დაბნეული არა. სულ დეპრესიაში. დეპრესიული, სულ გაბრაზებული, სულ სხვებზე გადაბრალებაში, სულ როგორ ეს იმიტომ არ გამოვიდა რომ იქ ის იმიტომ რომ ისე, ანუ მზადა ხარ რომ შენი წილი პასუხისმგებლობა იგრძნო. აი ეს აქვს კიდევ სრულიად გენიალური მომენტი, როცა უკვირდები შენ თავზე ღებულო პასუხისმგებლობას შენ შინაარსებზე და აღარ დადიხარო ცხოვრება არის რთული, აბა აქ რა ხდება, აბა როგორ იქნება. არ მდგომარეობაში მოდის, დიდი გამყინვარებ კი არა და რა გუიახლოვდებათ პირიქით. დიდი მე გავამყინვარებ. გლობალური დათბობა, ხო, გუიახლოვდება, ჩაფლული ვართ კაპიტალიზმში, რაღაც და ხო, ცოტა პესიმისტური ტალღა რა. მაგას ვლაპარაკობ და გადის ცხოვრება, იცი, შეიძლება ამ მდგომარეობაში დაკარგო შენი ცხოვრების 2, 3, 4, 5 წელი. მე მოიხედო უკან და იფიქრო რომ ძალიან გვიანია და მე ვარწმუნებთ არა, მე ვცდილობთ სესიებზე რომ არ არის გვიანი ეს ვაჩვენოთ. როდამი, ეხა სანამ სხვა თემაზე გადავალთ, არ შემიძლია ეკითხო რომ არ დაგისვა და სიზმრების ეს ერთი თავი. გვაბრუნებს უკანზე. მაინც მეკაჩევა და მგონია რომ ძალიან ბევრსაც აინტერესებს ეს ცნობიერი სიზმრები, რასაც ქვია, lucid dreaming, რომ მეც მქონია მაგალითად და ირგვლივ ბევრზე განაცმენია, რომ აი ვიცი რომ სიზმარში ვარ, აი ეგ შეგრძნება რომ მე ვიცი რომ ეხა სიზმარში ვარ ცნობიერად და შემიძლია იქ რაღაცა გავაჩინო, ავფრინდე გავაკონტროლო, ან სიზმარში სიზმარი რო ესიზმრებათ, მოკლედ მანდაც შრეები არის. კასკადური გამოღვიძებები. რა ფენომენია ეგ თუ იხსნება მეცნიერულად, თუ იხსნება იუნგის ფსიქოანალიტიკით, რამე კუთხით, აი რა არის ეგ ცნობიერი სიზმრები, რა ფენომენია ზოგადად? ხო, ეგ თუ რამე ილუზორულია, რთული კითხვა, იმიტომ კი არა, უბრალოდ ბევრი ინფორმაცია ესე არ არის. ანუ გამოკლეული ჯერ არ არის ეგ სიღრმის. რაღაცა იდეები არის და ეხლა იდეები შეიძლება რომ ვთქვათ. პირველი მაგალითად შეიძლება lucid dream-ზე ესეთი აზრი არის გამოთქმული, რომ შენ იმიტომ შეგიძლია რომ სიზმარში შენი თავი გააკონტროლო, ან წარმართო, აფრინდე მართო შიგნით პროცესი, რომ ეს არის ის, რომ თლად კარგად სიღრმისეულად არ გძინავს. ანუ შენი ცნობიერი ისე არის, რომ ჯერ კიდევ ფხიზლად არის აღწევს და შუაში ხარ გაჭედილი. ხო, არ აძლევს საშუალებას არაცნობიერს რომ წაიღოს სიზმარში. ერთგვარი კონტროლის ესეც შეიძლება შევხედოთ. ერთ-ერთი ხო. მეორე შეიძლება ესეც შევხედოთ, რომ შენ უბრალოდ შენს ცნობიერს და შენს არაცნობიერს იმდენად დიდი alignment-ი როგორ არის თანხვედრად ერთმანეთთან. თანხვედრად რომ შენ უბრალოდ გეჩვენება რომ შენ აკეთებ რაღაცებს სიზმარში. და რეალურად არ აკეთებ? არა, იცი როგორ, ანუ ჩემი ცნობიერი იმყოფება მაგალითად რაღაც მდგომარეობაში და არაცნობიერიც მიდასტურებს რომ იმ მდგომარეობაში ერთმანეთზე დედება
და ამიტომ მე მგონია რომ მე ვაკონტროლებ, უბრალოდ ერთმანეთს ზედედება. ხო, მივხვდი. ძალიან ესე იგი aligned, ანუ რაღაც თანხვედრაშია ერთმანეთთან. ცნობიერი მდგომარეობა და არაცნობიერი დაემთხვა, უცებ კვეთაზე მოხდი რაღაცის რა, აი ეგ მომენტია. ნუ აი ეს ორი არის, ერთი რომ ცნობიერი იჭრება და ისეთი სიფხიზლე გაქვს და ისეთი კონტროლი რომ არ მიენდობი და გიჭირს ძილში შესვლა ბოლომდე და მინდობა სიღრმის აუძილზე, ან მეორე შესაძლებელია რომ არაცნობიერი და ცნობიერი ერთმანეთს უკავშირი, უბრალოდ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ხო და აბა ეხა რომელი არის ხო, მაგრამ ეგ თემა ჯერ ბოლომდე ესე იგი გამოკვლეული არ არის, აი ეს პარადრო ეს ფენომენი აი ესე აიხსნება ეს რაღაცა არის. ხო, არ არის ეგ მომენტი, ეგრე ვერ ვიტყვით. ნუ ერთი მომენტი შეიძლება ვთქვათ, რომ აი ბოლო პერიოდში ეხლა რადგანაც ძალიან ტრენდული არის ასე ვთქვათ მიკროდოზინგი, LSD-ის, ვთქვათ მარიხუანა აქტუალური თემა არის, ასევე სხვა პრეპარატები თუნდაც ჩვენი ფსიქოფარმაკოლოგიური, იცი როგორი რაღაცა არის, გამოთქმულია იდეა, რომ ამ ნივთიერებების ზემოქმედებით გაცილებით უფრო ხშირად არის ლუსიდური დრიმები ადამიანებში, ვიდრე ისე იქნებოდა. ხო, ერთმანეთს ადარებენ ადამიანების სიზმრებს, რომლებიც ეს სიზმრებად უფრო იმათ, რომლებსაც არ ღებულობენ, არ მიუღიათ ფსიქოდელიური თუ სამკურნალო მედიკამენტები, ან არ ღებულობენ და რომლებიც ღებულობენ. ესეც არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი არაფერი არ ვიცით. ბევრი გარდა იმ, მაგრამ რაც ვიცით ის საკმარისია, რომ ესე იგი რატომ დახარჯავდა ბუნება და სამყარო ენერგიას გვეძინოს, რა ვიცი, რატო უნდა ვნახოთ რამე, რატო აი ამხელა რაღაცებს, რატო გვანახებდა, როცა ფოთოლიც კი არაბია იდეაში ხეს ტყუილად. აი რატო დახარჯავდა ამხელა ენერგიას, აი ამხელა იმიჯების შექმნაზე და ამის დამახსოვრებაზე, თუ ეს არ არის ყურადღება მისაქცევი და საჭირო და ერთი პაციენტი როგორც იმაშვრებოდა, რა ქვია, ერთ ავითარებდა იდეა ძალიან დიდხანს. Ну, რა თქმა უნდა, ეხლა მე საწინააღმდეგო არაფერი არ მქონდა, ძალიან უყვარდა ეთქვა, რომ ჩემთვის სიზმრები ეს არის ტრეში, ანუ აი ეს რა ქვია, ნაგვის ყუთი რაღაცა, რომელშიც ყრი იმა ყველაფერს რაც შენ არ გჭირდება, მე ეს რაღაცნაირად მოინელებს და მე გამოყოფს ამას ექსკრემენტებად და ძალიან დიდხანს ამ იდეას ავითარებდა. ოღონდ სრულიად საოცარი სიზმრები ქონდა და რომ ოღონდ სესიის ბოლოს აუცილებლად იტყოდა. თუ იცნო ეხა თავის თავი. ხო, აუცილებლად იტყოდა, რომ ეს რა ქვია, აი ნახე რა, კარგად მოვინელეთ, ეხლა სხვა ხო ვამბობდი, რომ ეს რაღაცა ნაგვის ურნა იყო, ეხლა ჩვეულებრივად გადავამუშავე ეს ამბავი და არა და ისეთი საოცარი სიზმრები ეს სიზმრებოდა, რომ რა ვიცი, ალბათ არ იყო რეალურად. ნუ დაახლოებით 2 წელიწადში სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება და სამყარო. მხოლოდ უსმენდა სესიაზე თავის სიზმრებს, დიდი ინტერპრეტაციები არც გაგვეკეთებია. არა, მეც ეხლა ჩემი გამოცდილების ფაზეც რო ვისაუბრო, აი მართლა ამ ბერნაირი ფსიქოლოგია მიცდია, მაგრამ ბერნაირი რა ორდნაირი, მაგრამ ეს იყო აი ჩემს სულთან უფრო ახლოს, არ გამორიცხავს ეს სხვადასხვა ისინი ერთმანეთს, უბრალოდ ძალიან სხვა სიღრმე აქვს აი ამ სიზმრებზე ლაპარაკს, ანალიზს და მართლა მაგარის დამოდის და ის რო თქვი რომ სამყარო ტყუილა არ ხარჯავს რესურსს ამხელას რო რაღაც მოხდეს. ხო, ნახევარ ცხოვრებაზე მეც პრაქტიკულად ძილში ვატარებ სიესტებსაც თუ მიუმატებთ. ანუ გამოდის რომ ნახევარ ცხოვრებაზე მას ვატარებთ ძილში. ნუ რანაირად შეიძლება რომ ეს ტყუილა ხო და აი ხა რომ გადავიდეთ ეს პატარა რაც გრადაცია გავაკეთოთ შემდეგ თემაზე მაინტერესებს შენი აზრი და ასევე იუნგი თუ იძახდა რამეს აი სამყარო ხშირად გველაპარაკება ინიშნებით აი რაც რიცხვების სინქრონული ისენი ჩაჯდომები ან სიზმარში რაღაც ნახე და მე ცხადში მსგავსი შეგემთხვა ან რაღაც მსგავსი ამოიცანი აი ბევრი ესე ვთქვათ სინქრონულობა და ესეთი ნიშანი არის აი ხო მაგაზე რო ვისაუბროთ იუნგს მქონდა რამე მაგაზე კვლევა წარმოდგენა ან ხო თუ სიზმარი არის სიტყვაზე არ ცნობიერის და ქვეცნობიერის მექანიზმი რო გვესაუბროს სამყაროსი არის ეგეთი გზები რო გველაპარაკოს ან ადამიანებით რიცხვებით არ ვიცი ბუნებით
ხო, ეგ წმინდა წყლის იუგიანური თემა არის, იცი ახლა ეგ შენ როგორც არის და ეს სინქრონულობის პრინციპი, რომელიც ეხა ჯერ კიდევ წინ და წინ არის ალბათ დახვეწისკენ, იმიტომ რომ უკვე კვანტურ ფიზიკიდან დაწყებული მოკლედ ამ მეცნიერებების განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მეტი დასტური მოდის, არის ესე იგი ესე ვთქვათ თანხვედრები რაღაცა მოვლენების ერთმანეთთან თითქოს აუხსნელი კასკადი, meaningful coincidence-ები არის და მოდი, იცი, აი მარტივად რო ვთქვა, თან ძალიან რო არ გავართულო ტერმინოლოგიით, ეგრე ვიტყოდი, რომ ესე იგი სინქრონულობის პრინციპი ეს არის, როდესაც რაღაცა სუბიექტური ადამიანის ასახვას პოულობს გარეთ რეალობაში. აი ეს ერთ-ერთი ახსნა არის და ამაზე ახლა მაგალითი მოვიყვანოთ. შისევ სიზმრებსაც შეგვიძლია დაუკავშიროთ. აი მაგალითად პაციენტი მამაკაცი, ესეთი იუნგისაც შემეძლია ვთქვა, ცნობილი кейსი არის ეგ და მე როგორ ვიყავი სრულიად გაოცებული ჩემი პრაქტიკის დასაწყისში, როცა იგივე ამბავი, ანუ იგივე შემებთხვა, ესე ვთქვათ, ძალიან გახარებული ვიყავი, მართლა არსებობს შემიძლია ვთქვა. იუნგის შემთხვევა იყო პაციენტ ქალბატონთან, რომელიც ყვებოდა სკარაბის ხოჭოზე, სიმბოლიკაზე, რომელიც დაესიზმრა და ამ დროს ფანჯარასთან სესიის მიმდინარეობაში ჩამოვარდა ეს სკარაბის ხოჭო. ანუ ესე იგი, ეჯდა პაციენტი სესიაზე, ის ყვებოდა სიზმარს სიმბოლიკით, რომელიც აი ამ სკარაბის ეგვიპტური ცხადშიც ეგივე მოხდა. კი, და უცებ იქვე იმავე სესიაზევე გამოჩნდა. ეხლა ამას რა მნიშვნელობა აქვს და როგორი მნიშვნელობა აქვს, ეს ცოტა გვერდზე დავტოვოთ. ჩემი პრაქტიკიდან იყო ჩემი საყვარელი ის არის, ხა იმანაც თუ იცნო თავისით. ხა ყველასგან უფლება მაქვს ხოლმე აღებულეს, თუ შეიძლება ისე მოუყვერო, ნუ ეს არავინ არ იცის და კონფიდენციალობა არ დაიყვება და მაძლევენ ხოლმე უფლებას. ისეთი აღფრთოვანებული სახე მაქვს ხოლმე, რომ კი შეგიძლია მოყვეო, მეუნებიან, უხარიათ, რომ ესე იგი, ესეთი ამბავი იყო, ჩემთვის სრულიად გასაოცარი, ახალგაზრდა მამაკაცი პაციენტი იყო 30 წლამდე და პირველივე წელს მუშაობის და ეს სიზმრებოდა გველები და გველების კასკადები სიზმრები. გველი ასეთი, გველი ისეთი და ერთხელაც მოვიდა სესიაზე და რაღაცას მიყვებოდა და უცებ გამოწყვიტა ეს მოყოლა და უიო იმ დღესო ისეო სხვათა შორის გველი შემხვდაო და ანუ ცოტა ვერ მივხვდი ანუ მეც კი დავიბენი იმ მომენტში მას ნიშნავს გველი შემხვდა ხო და ესე იგიო თქვენო რომ მოგიყევითო სიზმარიო გველზე აი ესო ყველაზე ისეთი სიზმარი რო იყო მართლაც თანჯდავი სიზმარი იყო თქვენგანო ფეხით წავედიო მერე და ჩავიარე ორბელიანის მოედანზე რომელიც მაშინ იყო რეკონსტრუქციის მომენტში გადათხრილი იყო ყველაფერი მაგ ადგილას და ესე იგიო ლამპიონის იმაზე ბოძზე შემოხვეული დღისით მზისით შემოხვეული იყო უზარმაზარი გველი ეს არისო არც ანკარა არც რაღაცა ესეთი უწყინარი საკმაოდ წყინარი იყო იმდენად რომ გამოიძახეს სპეციალური სამსახური კი და მოხსნეს და წაიყვანეს ზოპარკში გადაიყვანეს აი სინქრონულობაც მაგას ხო აი ეს იყო რა ანუ მე ვფიქრობდი რომ ტროლავდა უბრალოდ ძალიან დიდელი სესია წარიმართა იქითკენ რომ არა ეხლა ალბათ შენ ტროლავ ანუ ანალიტიკოსი ისეთ ემოციაში იყო მოსული რომ შეიძლება ითქვას სესიამ ჩაიარა ჩემს დამშვიდებაში კი აი ეს იყო ესეთი ყველაზე დიდი და ნუ აი ამას ქვია სინქრონულობის პრინციპი ოღონდ სიზმრის მაგალითზე მოგიყევით ესე იგი ნახეთ ეხა განვარტოთ ხო რაც ვთქვი სუბიექტურად ნანახი რაღაცა აი ჩემი პაციენტის მიერ უცებ ასახვას პოვებს გარეთ რეალობაში აი ესე პირდაპირ იმავე კვირაში იმავე მომენტში როცა ეს ინტენსიურად ყვებოდა რაღაცას აი ეს არის სინქრონში და თანხმდროში მოვიდა თითქოს კიდე ეძახიან
ესე უფრო პოპულისტურ ენაზე იძახია რომ სამყარო მთვალი ჩაგიკრაო. მსმენია მეც ეგ. სამყარო მთვალი ჩაგიკრაო. ანუ სამყარომ გითხრა რომ აქოარო. ეხა რელიგიურადაც შეიძლება ვთქვათ რაღაც ღმერთმა განიშნა რომ შენთან არის. რა ინტერპრეტაციაც არ უნდა გავუკეთოთ გონია ყველა იმაში ერთიანდება რომ ძალიან სასიამოვნო არის და მაგარი რაღაც აღმაფრენის შეგრძნებას გაძლევს ერთიანობის შეგრძნებას თუმცა იცი სხვათა შორის ისეთი პაციენტებიც მყოლია ბევრი ხა მე პირადად არ მქონია მე თვითონ ჩემს ცხოვრებაში ეს შიშის მომენტი მაგრამ ძალიან ბევრი პაციენტი მყოლია რომელსაც ეშინია სინქრონულობის პრინციპი სხვათა შორის და ეგ ალბათ მაგათ იმასთან კავშირი ხო აი მათთვის ეს არის ეს overwhelming ანუ ძალიან ზემოჭარბებულ ემოციებთან კავშირში რომ და ამ იდუმალების და მისტიურობის ჩატევა უჭირთ და უნდა რომ მალე მოიშორონ რაღაცნაირად ესენი როგორც წესი არიან უფრო ძალიან მატერიალისტური არა ფულადი გაგებით არამედ ძალიან ესეთი სულ ამბობ ხოლმე შეხება რო ჭირდებათ რომ დაინახონ ურწმუნოთომ აი ძალიან მატერიალიზებული და ძალიან მიწაზე ძალიან მიჯაჭვული ადამიანები რომლებსაც აი ეგეთი რაღაცა ჯადოქრობები ესე ვთქვათ აშფოთებთ ვერ იტევენ ამ დიდ იმას რა ქვია ემოციებს თავიანთ თავში და უცებ ან ივიწყებენ ან უგულვებელ ყოფენ ან რაღაც მოიაზრებენ რომ ეს ეშმაკანო ცუდია ეგეთებიც არიან და ურჩევნიათ რომ შეუცნობათთან როცა გიწევს შეხება ეგეც ძალიან ბუნებრივი მგონია მაგრამ მანდაც ხო ეგეც ალბათ იმაზე არის დამოკიდებული რამ ენ ინფორმაციას დასაწყისთან ალბათ ხო თუ არ მქონია არასდროს შეხება ეგეთ რაღაცასთან ბუნებრივია შეიძლება შიში გაგიშეს არაფერი არ იცი ეხლა ეს სიზმარზე მოუყევი მაგრამ შეიძლება იყოს სხვადასხვა რაღაცაზე ძალიან მარტივი მაგალითები არის ეს აბსოლუტურად ყველას ქონია რომ მივდივარ ქუჩაში აკვიატებული მაქვს რაღაცა ციფრი გონებაში ხო და ეს ეხლა ძალიან ხშირი არის ხა სიზმრიდან მოუყევი უკვე ვთქვათ ესეთი და მე რო გუგლავ ამ ციფრის ახსნას და ეხა ეს არის და შეიძლება რომ ზუსტადაც ეგ ჭირდება რომ ნახო მაგ მომენტში და რომ ნახო მაგ მომენტში შეიძლება ისეთი რაღაც წაიკითხო იმ მომენტში იყოს შენთვის გზამკვლევივით და უცებ მოგივიდეს განცდაში რომ აი ეს თუ რა როდის გადადის ეგ ფსიქოლოგია და ეგ მომენტი აი მაგ მისტიკაში აი თან ანუ ეგეთი შეგრძნება მოხსოვ რომ ეს თან ძალიან დამამიწებელი რაღაცა არის რომ მაგრა ქსვავს მიწაზე რომ არიფრინო სადღაც წარმოსახვით და ილუზორულ სამყაროებში მაგრამ თან მისტიკაც არის ანუ აი რაღაც მომენტში ეხა ჩვენ სესიებში ხშირად იყო რომ აი რაღაც დამიწება და მიწასთან კავშირი იყო საჭირო ხო მაგრამ თან აი ეს რაღაც მისტიური გამოცდილებებით აი ეგეთი ხო სინქრონულობები თან ზდევს აი გინდა არ გინდა არის რა აი ამ დამიწებასთან მაინც ახლავს რაღაც ეგეთი და აი ალბათ ხო თამხლები პროცესი არის ეგეც ალბათ ამ ყველაფრის ეგრე მგონია ხო იცი როგორი მომენტია რომ ორივე მომენტი ჩვენი ცოცხალის სხეულისთვის საჭირო არის ეს მიწა და ეს ცა მისტიური ანუ იდუმალი ზე სკნელი ასე ვთქვათ ხო მიწა და აი ეს კავშირი საჭიროა მაგრამ ესე იდეალური ბალანსი სად არის ცხოვრებაში ხან ზემოთ აგიცდება ხან ქვემოთ ჩაგიცდება თელი სამუშაოც ხო მაგაზე არის შენ შეინარჩუნო თავი რომ არ იქეთ იყო ბოლომდე და არ ძალიან ისე რომ აი კიდევ ესეთ შემთხვევას გავიხსენებ რომ მყოლია ისეთი პაციენტები აი და მაშინ მივხვდი კიდევ ერთ ღირებულებას თერაპიის მყოლია პაციენტები რომლებიც პირიქით უფრო ესე დამიწებულები კი არ ყოფილან უფრო ზედმეტად ჰაერში აწეულები რომ არიან მუდმივად ამ იფორიულ მდგომარეობაში სამყაროსთან ერთიანობის და აკლდათ ძალიან ყოველდღიურ სისტემატურ რეჟიმულ ცხოვრებაში ყოფნა სტრუქტურაში ყოფნა ესე ვთქვათ და იცი რომ მოსულან სესიაზე იმდენად ბევრი სინქრონულობები ჰქონდათ ფიქსაცია იმდენად ბევრი იყო რომ არა თერაპიული სესიები ძალიან გართულდებოდა მათი დაკონტაქტება ამ რეალობასთან და მასეთ შემთხვევაში შეიძლება რომ ცოტა ფსიქოტურ მდგომარეობაშიც გადავიდეს ადამიანი საერთოდ მოწყდეს რეალობას და
სულ დაიწყოს ცხოვრება იმ რაღაცებით, ამ დროს აქ ცხოვრება ეკარგება. ანუ გადაიქცეს სინქრონულობის პრინციპი ერთგვარ თავდაცვის საშუალებად. მე დავდივარ, სულ ხედავ ამ რაღაცებს, სულ ვარ კონტაქტში სამყაროსთან, მე ვარ განსაკუთრებული. ხო, აი კიდე აქ ცოტა ეგზისტენციალურ თერაპიასაც ვახსენებ, რომ ორი დიდი თავდაცვა აქვს ადამიანს სამყაროში, ერთია რომ მე ვარ განსაკუთრებული და აი ეს უჩდება მე რომ მე იმდენი მაქვს ეს სინქრონულობა. აი თქვენ ნახეთ, აი ამდენი არ არის იქ. და ამიტომ შეიძლება რომ სულ იქ იცხოვროს. და აქ ამჟამინდელი ცხოვრება აქ და ამჟამად გაექცეს ხელიდან და ნუ ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამჟამინდელ ცხოვრებაში მაინც რომ ყოფით იმებს რომ ყოფითზე არ არის საბოლოო ჯამში იცი ყოფით შეიძლება ძალიან კარგად აკეთებდეს აი მაგალითად ბევრ სინქრონულობაში იყოს და სულ რაღაც აწეული იყოს ჰაერად ყოფითში კარგად ჩადიოდეს მაღაზიაში, მუშაობდეს, ამოქონდეს პროდუქტი, არ ვიცი, ალაგებდეს სახლს, რეცხავდეს ჭურჭელს მოზომილად, უვლიდეს ბავშვს, მაგრამ ამას აკეთებს და კიდე იმას ითვლის და იქ არის. ანუ ანაქ არის, ანიქ არის. მაგრამ გაწყვეტილია თითქოს ფუნქცია და შუაში რა ხდება? მე ვინა ვარ. მაგ დროს პრობლემა საჩდება. პრობლემა ჩდება იმაში, ამ შემთხვევაში, რომ მე ვით მინდა რომ განვხორციელდე. კარგი, რუტინა ვარ, კარგად ვაკეთებ. იქაც ვარ, სულ ღმერთს ველაპარაკები თუ სამყაროს, თუ თვალის პაჭუნში ვარ. მაგრამ მე ანუ მე სად მაქვს ცხოვრების საზრისი? რა უნდა გავაკეთო აქ რომ მოვედი? ხა არც კაცი ვარ სოფლისთვის მოვიდეს და სოფელში მოვიდეს და არაფერი აკეთოს, ცოტა ეს კი, კარგი გოგო ვარ, ვაკეთებ რუტინას. მაგრამ ამ რუტინას, რა ვიცი, ისიც გააკეთებს, შეიძლება მოსამსახურემაც გააკეთოს. ხო, მაშინ აი დამიწებას თქვენ რას ეძახით, აი განხორციელება, არის დამიწებული მდგომარეობა. და აი დამიწება ბალანსირებულს გულისხმობ უფრო თუ ხო აი ნახეთ ჩემ შემთხვევაში აი დამიწებული მდგომარეობა ზოგი არის ძალიან მიჯაჭვული ესე იგი მატერიას და ყიდვას და ფულს და ხელფასის აღებას და რაც არის სიტყვაზე ღმერთი და ჩვენი შინაგანი თავი ეს უშინაგნეს რასაც ვეძახით არის ხო ოჯახში და რამდენ ოთახიანი სახლი იყიდოს და როგორ მოიწყოს აი ეს ყველა რა მანქანით გადაადგილდეს და რა ეგ არის უკვე გადაჭარბებული მატერია, რომ შენა მატერიალურ ფასეულებს ხო რაღაც ნაწილში ყურადღებას. ზოგი პირიქით არის. იქ არის და გულისხმობთ, რომ შეიძლება რუტინას აკეთებდე უბრალოდ რომ გადარჩე და არ მოკვდე მშიერი და მწყურვალი და არ გაიყინო, მაგრამ ფიქრებით და მთელი შენი გეგმებით, შინაგანი იმითი სულ დაფრინავდე სადღაც ღრუბლებში. მაგრამ რა ჩამოგაქ? კარგი რუტინას აკეთებ, კი, კარგია. ხო, მაგრამ სად არის, ესე იგი, ეს ორი ერთად უნდა შეერთდეს, სად არის შენი საზრისი, შენ ვინა ხარ, რა ვადის, ანუ საითკენ მიდიხარ. ხო. აი ეს არის რა ქვია ეს ალბომი რო არის Daft Punk-ის სულ ეგ მახსენდება. მაინც გადაუხვი მუსიკის. ეს რო არის Very Disco არის აი ეს Very Disco. ეგ ცნობილი კომპოზიცია არის Very Disco და ერთგვარი იდეა არსებობს ახლა Daft Punk-ისთვის არ გვიკითხავს რატო არა კითხეს რატო დაწერეს და რაღაც ემაიმუნებოდნენ სხვადასხვა პასუხებს ცემდნენ და ერთ-ერთი ვერსია არის რომ ეს არის ეს შეკითხვა ბიბლიური ვადისკო, ანუ საითკენ მიდიხარ, ვინა ხარ შენ? საით გაგიწევია? ხო, ვინ თუნდან განხორციელდე რა? What's your purpose? კიდე იაპონურად ალბათ ეგ იქნება, რომ ეხაც ეგეც ტრენდულია ძალიან, რომ რა არის შენი იკიგაი? ხო, იკიგაი. ხო, რა არის შენი იკიგაი? ანუ რა სჭირდება სამყაროს, რისი გაკეთება შეგიძლია შენ? რასაც მოაქვს ჩვენი მისია ვნება, ანუ ვნების სიმძაფრე და რაში შეიძლება რომ გადაგიხადონ ფული. აი ეს 4-ის შეერთება არის იკიგაი და აი მიზანია, რა მიზანი გაქვს? რა მიზანი გაქვს ეს სხვა, მიზანი უფრო პატარა. მისია, აი რო ვიძახით, რომ ჩემი ცხოვრების მისია ეს საზრისი, ხო? ანუ რატომაც აქვს შენ ცხოვრებას აზრი, რომ აი სიტყვაზე ხო, იმიტომ რომ იუნგიანური აი ანალიტიკა საბოლოო ჯამში იძახის, რომ იცი რა, აი ეს
ბედნიერი, ის ყველა ხო ძალიან იმაზე ვართ, რომ ბედნიერი იყავი, ბედნიერი ხარ თუ არა, ბედნიერი რაღაც გარკვეულწილად ყველა ადამიანი ხანდახან არის ხოლმე, ანუ ხო, ხანდახან ყველა ვარ ძალიან ბედნიერები, ანუ ეს რაღაც უფრო მომენტები არის, რომლებსაც ვაგრავებ. ეს ეხა ჩემთვის სინქრონულობა არის, რატომ? იმიტომ რომ ამას წინათ ვეუბნებოდი, ჩემ მეუღლეს, რომ მეთქი დავაკვირდი თქო და მივხვდი, რომ ბედნიერი ხანდახან ვარ მეთქი. აი ხანდახან ვარ მეთქი ბედნიერი. კი, აი ბაზარია ბედნიერი მართლა ვარ ხანდახან. ხანდახან ვაფშე არ ვარ. ხანდახან შეიძლება აი საერთოდ აი ნირიბანი მეას აი არაფერი. ანუ მართლა და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ერთ მოუჩი რომ იყო დილინდეს საყავდე ბედნიერი რომ ხარ. ხო და იმანაც ეგ მითხრა რატო გინდა ბედნიერი რომ ამას ხარო მამყოფე შეწუხებული შეირყეო და ალბათ აუცილებლად ნუ დუალურ სამყაროში ახლა ცხოვრობთ აუცილებელია რა ორივე გან რო იყო ხოლმე ხანი კი და ანუ ეს ბედნიერება როგორი რაღაცა არის მომავალი რაღაცა მომენტებია მაგრამ მყარი რა არის? მყარი არის საზრისი, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ისეთი მყარი საზრისი გქონდეს. რაღაც purpose, მიზეზი ცხოვრების და აი ანალიტიკა იძახის ზუსტად იუნგიანური, რომ იცი რა არის, აი ეს საზრისის და საზრისისკენ სიარული არის ის, რაც სცენს ადამიანს ამ გაბედულებას და სამშვინველი სიმტკიცეს და წრთნას. აი რაც არ უნდა ცუდად ვიყო, რაც არ უნდა ხდებოდეს, ხომ ავდგები მე და წავალ სესიაზე, იმიტომ რომ სამშვინველის სამსახურში ვარ. მე ჩემი purpose რაღაც ასაკისკენ უკვე დავარქვი სახელი, რომ in the service of the soul რაღაც, ანუ მე ეგ ადამიანი ვარ და ამიტომ ეს არის ხან ძალიან ბედნიერი ვარ, ხან ძალიან დიდი გინდა, ეგრე მგონია. ანუ რასაც აკეთებ მართლა უნდა რეზონირებდეს შენ სულთან გულთან, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რაღაც რომ მოგივიდეს დაბრკოლება შეიძლება აღარ გააკეთო. აი ამასაც ხშირად ვეძებთ ანალიტიკაზე. ერთ-ერთი მიზეზი მომართვის ეგ არის, რომ ადამიანი გეუბნება, რომ აი თითქოს იმასაც ვაკეთებ ისიც, მაგრამ ნუ აი რაღაცა ყველაფერი თითქოს მაქვს, შეიძლება წყვილური ურთიერთობაც ძალიან კარგი, მაგრამ აი ვერ გავიგე რა, საბოლოო ჯამში ვერ ვხვდები რა უნდა ვაკეთო. ხო, თითქოს დაალაგებულია ყველაფერი, მაგრამ პრობლემა მაინც რაღაცა გიჩიჩინებს რა. იქიდან ეუბნება რაღაც ეს ბლუპრინტი, სამშვინველის ეს რაღაცა ანაბეჭდი, რომ აი რაღაცა აქვს განსახორციელებელი და არასვენებს და მოწყენილობის განცდა აქვს. ხო, და ეგ შენი ცხოვრების purpose რაც არის, მიზანი. როგორ შეეგვიძლია რომ გამოვივლოთ? ნუ ერთი არის რა თქმა უნდა თერაპიით და აი ბევრი რაღაცით, რომ აი საუბრით სიზვრებით ხო, მაგრამ აი როდის ჩვენ ერთ-ერთზე ვსაუბრობთ. კი, ანუ რა თქმა უნდა, გზა ძალიან ბევრია, შეიძლება იყოს რაღაც მედიტაციები, 1000 რაღაც, მაგრამ აი თუ შეგვიძლია რამენერად აი შენ იცი ხა ანდრო, ჩემი დამოკიდებულება რომ არ არის აუცილებელი რომ ანალიტიკიდან შეაღოს ამ გეითის კარი ადამიანმა. ყველას თავისი გზა და ყველას თავისი ხელსაწყო მაგალითად სხვადასხვა მომენტებიდან მივიდეს. მაგრამ რახან ახლა ჩვენ ანალიტიკაზე ვსაუბრობთ დღეს და უფრო აი იუნგის პრიზმიდან ვიყურებით, როგორ შეიძლება შევატყოთ რომ აი რაღაცა ესე ვთქვათ იმიჯიას მოვიდა, ის სიტყვაზე მე ხა მუსიკოსი ვარ და წარმოვიდგინე რომ აი მოდი იქნებ გავხდე, არ ვიცი, მეზოვე ან რაღაცა სხვა რამე პროფესია შევიცვალო, ხატვარი არ ვიცი. საინტერესოდ გაგახსენდა. მეზოვე საინტერესოდ გაგახსენდა. ხო, ხოცი ყველაფერს ჩავნიშნე. მაგრამ ნუ მოკლედ და ხო აი ეგ წავმივიდა ფიქრი რომ გავხდა. აი როდის უნდა შევნიშნო რომ ეს მართლა არის ჩემ სულთან რეზონანსში და ეს მართლა ჩემი მიზანი შეიძლება იყოს და გავხდე. ანუ აი როგორ ხდები ამას ადამიანი რომ აი ამას გავყვები. აი იუნგიანურში ვიძახით რომ შეიძლება იყოს ის რომ გავყვე ერთ-ერთი პატარა ფაზლის ნაწილი. ხო, სელფის გზას და ცირკუმამბულა ის ცოტათი ეს ტერმინული ამბებია, მაგრამ მაგას გზას ვერ აუვლით. ეხლა როგორი რაღაც არის, როდის შეიძლება მივხვდეო, ან როგორ შეიძლება მივხვდე, როგორ. ესე იგი, აი ეს ამ ორ მომენტს თუ დავიმახსოვრებთ, ორ კონცეფტს რა, ხო, სელფის არქეტიპს, ანუ მეობას არა, ეგო არის მეობა. self-ს უშინაგნეს, ანუ თვითებას, სადაც რომელიც არის თავისთავადი, ყველაზე უფრო შინაგანი მე, სადაც არაცნობიერი და ცნობიერი წერტილები ყველაფერი ერთმანეთთან მოდის კავშირში, ცენტრთა ცენტრი, წარმართველი ყველაფრის, ხო? ერთი არის აი ეს კონცეფტი, რომ self-ის არქეტიპს ადამიანი ცდილობს, რომ სულ წაიყვანოს იქითკე, რომ განახორციელოს, და მეორე არის
circumambulation, circumambulation ეს ფენომენი, როდესაც იუნგმა თქვა, რომ ცხოვრება არ არის ლინიარული, ანუ A პუნქტიდან B პუნქტამდე ვერ მიხვალ ესე ადვილად. ხო, რომ ეს არის შეცეკვება, გამოცეკვება, ანუ ტრიალია, დერვიშული, ჩაღმავალი, ხო, დერვიშული ტრიალი. ხო, ტრიალია, აღმავალი, ჩაღმავალი და ხანდახან შეიძლება იმისთვის, რომ უფრო უკეთ დაუკრა, ეხა შენ წერა თქვი, უნდა ჩახვიდე ეზოში და დახვეტო, შეიძლება ცოტა ხანი. არ ვიცი, ეხა ეს რაღაც რადგან გამოდის მაგ შემთხვევაში თქვი, ფაზლის ერთ-ერთი ნაწილი, რომ მე გუნდა ვქნა, რომ მაგან მიმიყვანოს მე რაღაცას უნდა მიაგნო, როცა გინდა რომ ის 4-5 თვე მეზოვე იყო. შეიძლება იქ რაღაცას გინდა რომ მიაგნო, რომ მე იქ იპოვნო და ოღონდ დაატრიალო და მიიტანო ისე ვიქამდე. მაგრამ თავარია რომ აი ამ გულის გამოძახილს გაყვა ესე. ხო, იმიტომ რომ რომელი გზა არის სწორი და რომელი კომბინაცია, იმიტომ აი ვიცი 1000 მისაზრელი გზა არსებობს, მაგრამ ყოველს თავისია. ხო, ალბათ პრაქტიკაში უფრო გამოჩნდება იქ, იმიტომ რომ ესე რო იჯდე და იფიქრო რომ მოდი ეხა ამას თუ ესე შეიძლება არ გამოვიდე. ეგ ხდება რომ ამ სელფის მოსმენის და წარმართვის და ამ ცირკუმამბულაციაზე მინდობის მომენტები ერთვება. დადის ადამიანი და რაღაცნაირად მშვიდად არის იქ რომ თავის თავს ელაპარაკება, ნუ მე მელაპარაკება ეს ცოტა ხმამაღლა ნათქვამი არის რა, როცა თავის თავს ესაუბრება უსაფრთხო გარემოში, სადაც განსჯილი არ იქნება და ეს ნდობა აქვს გამომუშავებული, ანუ რა ხდება? აქტიურდება უფრო სელფის არქეტიპი, ეგოს თავდაცვის მექანიზმები, ახლა ვინავა როგორ გამოვიყურები რა, ესენი დაბლა არის და ესე იგი დაწეულია კორდის, რა ქვია, კორდონი დაბლა არის დაწეული ამ იმეების ავთენტურობა წამოსულია, ესაუბრება თავის თავს და ცირკუმამბულაციას ენდობა. აღარ მოდის და პაციენტი არ გეკითხება იმას, რომ ერთი წელი ვინც დადის მაგალითად, რომ ამის გაკეთება მინდოდა ეს ვერ გავაკეთე, აქამდე ვერ მოვედი, ვაიმე, ხა გავგიჟდები და რაღაც არ გეუბნება. მოდის და იძახის, რომ დავიტანჯე დღეს რაღაცის კეთებაში, მაგრამ ისეთი საინტერესო იყო, ძალიან შემეცნები და დავიტანჯე. და ხო, და ენდობა ამ ცეკვას. ხო, გარკვეულწილად ხო ეგ მინდოდა მეთქვენს, რომ უნდა მიენდო უბრალოდ აი ამ ნაწილს. ხო და აი ეს მინდობა ამ ცივილიზაციის დაჩქარებულ ამბავში და კიდევ ახლა საქართველოს ამბავიც ხო გასათვალისწინებელია, ხო როგორ გეოგრაფიული ლოკაცია ყველა. ნუ არა მარტო საქართველოს, შეგვიძლია განვაზოგადოთ უკვე თამამად, მე მგონი მთელს პლანეტაზე. და აი როგორია ეხლა რომ უთხრა ადამიანს როცა მიენდე ხა ცირკუმამბულაციას იტრიალე ისაც ტრიალებს ყველაფერი რო დგარეთ რა დროს ტრიალია თან ტემპი აქვს ყველაფერს აკრეფილი აი ძალიან ჩქარა არა სწავლობს იქ უბრალოდ რომ იყოს სიმყარეში მოდის ერთი და იგივე მომენტში ერთი და იგივე დროს ხარჯავს ფულს გაიღებს დროს სტრუქტურას შეიძენს და იქ ეძლევა საშუალება რომ ხდება მაგის წერტილი ხო ცირკუმამბულაცია ხდება უკვე თერაპია და ეს გამოთქმარი ეგეთი რომ ცხოვრება არ არის ლინიარული და ძალიან ეს მანტრასავით არის მანტრა ლოცვასავით არის ვისაც გაახსენდება ძალიან დამშვიდდება რომ ლოცვასავი და ერთ-ერთი დამამიწებელი ისეთ შეიძლება იყოს რომ არ არის სწორხაზოვნად ეგრე არ არის მიდიხარ შეცეკვება, გამოცეკვება, შეპარვა, გამოპარვა და სულომ რაღაცა ტრიალები და სერფინგებით. აი სერფინგი არის ძალიან მაგარი. სხვათა შორის აი ხა შივაშატოს ფესტივალზე რო ვიყავით, მაგის მთელი ესე ვთქვათ კონცეფცია პირველი წლის იყო სულიერის და მატერიალურის დაკავშირება ერთად, რომ აი ჰარმონიაში უნდა იყოს ეგ ორი ერთმანეთთან და მეც მგონია რომ ანუ დღევანდელ დღეს ჩვენი ამჟამინდელი კაცობრიობის მიზანიც ეგაა, რომ თანხვედრაში მოვიყვანოთ სულიერი ცხოვრება მატერიალურ ცხოვრებასთან, რომ ეს ორი ერთმანეთს შეიცავს. ანუ აი არ ვიცი, ერთმანეთს ინიდეიანივით, ანუ ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებაო. უნდა დაუახლოვდეს როგორღაც ეგ მომენტები. მატერიაში უნდა იყო და მატერიის ესე ვთქვათ კანონები უნდა შეიმეცნო და გაითვალისწინო იმისთვის, რომ შემდეგ სულიერშიც გადახვიდე. ანუ ამას თუ არ იცნობ და არ იცი მიწაზე დგომა რა არის და ყარად არ ხარ ზემოთ მე ვერ წახვალ და ძალიან საინტერესოა რომ თითქოს ყველა პოდკასტზე გინდა არ გინდა ამ თემას რაღაცა კუთხით მაინც ვეხებით რა. ხო და ნუ ესე არის იცი ახლა ეს დროც ისე დასწრაფდა და გამოწვევები სულ უფრო და უფრო ანუ ესე იგი როგორ არის არსებობა ითხოვს რომ უკვე სწრაფად და უფრო მედეგად გააკეთო განხორციელებები.
გამოღვიძების მდგომარეობები არის და ამიტომ მეტი პასუხისგებლობა გაქვს და მეტად მოგეთხოვება და ბუნებრივია მე ამიტომ თოქებში ყველგან შემოდის და შემოდის. ვერ იქნები ახლა ესე მშვიდად თლათ არხეინა წამოწოლილი რა. სხვა დრო არის უკვე შეიძლება. სხვა დრო აი უნდა გავიაზროთ მე მგონი რომ სხვა დროში შევაბიჯეთ, სხვა რეალობა უკვე სხვანაირია. სხვა პასუხისმგებლობები არის, ემოციური ინტელექტის საკითხიც კავშირში არის ანალიტიკურთან. ანუ ანალიტიკური ფსიქოლოგია შეიძლება ითქვას, რომ აი ესე ძალიან გამოყენებითად ვიღაცამ რო იკითხოს, რომ თქვენ ახლა მანდ ბურჟუაზიულ მას ხო არ ხეთხართ და ბურჟუაზიულ ნარცისისტულად იკოლევთ რაღაცეებს. და იკარგებით ამ თქვენ სესიებში და ეგ არის თქვენი თავდაცვა ცხოვრების წინაშე რა კაია ვივლი ახლა იქ ვიждები და ცხოვრება გაედინოს გაღმა. მე მგონია რომ ვეძებ რაღაცეებს. ეს შეხედულებაც არის. ამ შემთხვევაში ჟიჟეკმა გამოთქვა ეგ ესა რაღაც იმაში უყურე ერთ-ერთ მომენტში და ძალიან ძნელი არ დაეთანხმო, იმიტომ რომ ევროპის გარკვეული ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ნარცისისტულ ბურჟუალიზმს ძის და ხო, ესეც გადაჭარბებული არის ერთის მხრივ. მაგრამ ისიც რომ ეხლა დაძინებული ვიყო მუდმივად მდგომარეობაში და არ ვიცოდე რომ ფსიქიკა მაქვს და კიდევ მეგონოს რომ სადღაცას ეხა MRI-ს თუ გადავიღებ იქ შეიძლება წერტილში მიჩვენოს სად არის და ჯერ ემოციური ინტელექტის შესახებ არაფერი არ მსმენია და მარტო ვაფასებ იმას რა ჯერ კიდევ საქართველოში არის მათემატიკა ბავშვმა როგორ იცის ხო როდესაც ამ დროს საერთოდ ურთიერთობებზე წარმოდგენა არ აქვს არანაირი არც ურთიერთობებზე არც საკუთარ თავზე საკუთარ უხილავ მენტალურ სხეულზე არც როგორ მართოს სიტყვაზე აი უმარტივესი პატარა ფინანსები რო აი მე მშობელი 5 ლარს რომ აძლევს აი რას ნიშნავს ეს 5 ლარი რა არის აი შეგვიძლია მე მგონი რომ აი პატარა უბრალოდ დათვლადი არის დათვლადი არის ვიცი გამოვიანგარიშებ ამას ვასწავლებ სკოლაში არასდროს აი მინიმალური ფინანსების ხო და ჯერ კიდე არასწავლია ხო აი ეს არის რა დათვლადი რაღაცეები უყვარს ადამიანს რა უყვარს რა ნუ უსაფრთხოება მოაქვს დათვლად რაღაცებს მე თუ დავთვალე აღურიცხე და აღნუსხე ასე კი უსაფრთხოა და იმას ნუ ვერ განსჯი ხა რაც გამოქვაბულიდან გამოვედით საშიში იყო ცხოვრება და ამიტომ საჭირო იყო რაღაცეები შეგვექმნა და ნუ ავაშენეთ მაგრამ ეხლა ის ცხოველური ნაწილი რომელიც მატარებელი არის მაგალითად 6 ბაზისური ემოციის ცხოველებსაც და ჩვენც რაც საერთო გვაქვს საერთოდ არიციან და მეტყველებაც არიციან ეგრე არიციან რას ნიშნავს 6 ბაზისური ემოცია საერთოდ და ამ დროს იციან განტოლების ამოხსნა და ნუ აი არ ვიცი შეიძლება განტოლება შეიძლება უფრო ცხოვრებაში არ დაგჭირდეს ბევრად დიდი ალბათობა ხო იმიტომ რომ ხოსო არის ის ხუმრობა რომ აი სულ ველოდებიო იმ დროს ეხა სულ ველოდებიოს კოსინუსები და ტანგენსები როდის გამომადგება ცხოვრებაში სინუსოიდა და კონსინუსოიდა ხო როდის გამომადგება ცხოვრებაში ველოდებიო აი სულ ველოდები და არ დადგა ეგ დრო რა და ესეც შეიძლება რაღაც ძალიან დიდისთვის გვასათებე რაც უნდა დადგეს მომავალში ანუ მე ხო არ ვსაუბრობ ეხლა ადამიანებს რომლებიც იქივე ChatGPT-ის ანუ ქმნიან იქ რაღაც ქსოვენ ამ იმას რა ქვია რა ქვია ამ მიმდინარეობას აკეთებენ და არა მე ვსაუბრობ აი ყოველდღიურობაში ბავშვს უფრო არ გაუგია ემოცია 6 ბაზისური ემოცია სამაგიეროდ ყველა მიცის რამდენია 10 მივუმატოთ 10 ეხა იმას არ ვამბობ რომ ეს ცუდია არა აბა ეგეც საჭირო არის თუმცა იმისი რომ ნუ ხო აი ბავშვი ვერ ხვდება იმას ბავშვი არას დასრული ვერ ხვდება რომ უნდა თქვას უბრალოდ რომ გაბრაზებული ვარ ხო ანუ უნდა იღრიალოს იხტუნაოს რაღაცა ბავშვი მოიყვანე მე ჩემ მაგალითზე ვიტყვი მეც ძალიან გვიან ასაკში მივედი მაგ გაზრებამდე რომ ანუ ვერბალიზება უნდა გაუკეთო ჩემ ემოციებს რაც გრძნობ და ეგ უნდა შენიდან გამოუშვე ხო დაიღრიალო იმ მომენტში რომ გაბრაზებული ვარ არა აკავებ ამ ყველაფერს აკავებ არიცი რა ქნა დადიხარ მოусვენ რა გგონია რომ გადაივლის და მე მიხვალ სახში და არც არ გადაივლის და მე თუ იქით ვიღაცა არ იყო რომ გაბრაზებული ხარ და მე უსებ კი შეიძლება მაგრამ თუ იქით ვიღაცა არ კითხა შეიძლება ძალიან ცუდად მიხვიდე დღის ბოლომდე ხო
და ნუ საერთოდ მთელი დაისტრესოს გარშემომყოფი ყველა საერთოდ, იმიტომ რომ შენ ვერ გაგირკვევია, ვერ გარკვეულ ხარ შენს 6 ემოციაში. რომელსაც შეიძლება ერთდროულადაც გრძნობდე. ეს საერთოდ სიახლეა. ეს აღმოვაჩინე სესიებზე კიდევ რომ ესე იგი ძალიან ეგ იყო რაღაც 2 წლის აღმოჩენათაც ჩავთვალე ესეთი პირადი სესიები და რომ აი ეს mixed emotions ანუ შერეული ემოციების კონცეფტი სხვათა შორის პატარებმა კარგად იციან, იმიტომ რომ ეს ChatGPT, TikTok-ი და Reels-ები და ეს ყველაფერი ძალიან ამათ ანათლებს ამ კუთხით და ბავშვმა უფრო იცის დღეს რაღაც მომენტში შერეული ემოცია რას ნიშნავს და უფროსებმა არ იციან, იმიტომ რომ ხო. ეხლა ეს რა არის, რომ რამოდენიმე თურმე ეგონათ ადამიანების უმეტესობას, ნუ ყოველ შემთხვევაში ვინ ჩემთან მოვიდა იმ წელს, რომ ერთი ემოცია უნდა გქონდეს ერთი კონკრეტული საკითხისადმი. ხო. რას გრძნობდი ეკითხები არ ვიცი. კაი, ჩამოუთვლი მე. არა, იცი როგორ? აი რაღაცა, ანუ შერეული ემოციები გქონდა, ვეკითხები სხვადასხვა და ძალიან შეშინებულია, რომ ეს რაღაცა ცუდია. ამ დროს გქონდა 6 განცდა ერთად. აი რაღაცა მოხდა. სიხარული, მე თან სევდა იგრძნო, იმიტომ რომ იქვე სხვას ისე ძალიან არ გაუხარდა როგორც მას და ცოტა სევდა იგრძნო მის მიმართ. მე ვიღაცაზე გაბრაზდა, იმიტომ რომ იმას საერთოდ არ შეიძლება. იმ ერთ წუთში განიცადა 6-ვე ემოცია ერთდროულად და ქონდა mixed emotions. და ეგ ქონდა რომ რატო ამ ახალი იყო მაგის ხო არ იცოდან და ესე აჭრილები, აი ზუსტადაც ეს სიტყვა არის აზელილები ამ რაღაც გაურკვევლობაში დაბნეულები შემოდიან ხოლმე ხშირად ხდებიან და აი მთელი დღეც ესეთი არეულად წარემართებათ მერე რა. ეხლა არ ცოდნას რახან შევეხეთ მაგაზეც ისედაც მინდოდა მე კითხვა, მაგრამ ამ დროს იტყვი უბრალოდ, აი ბოდიში გაგაწყვეტინა, რომ აი ყველაფერს შერეული ემოცია, შერეული მქონდა ემოცია, ხან გაუბრაზდი, ხან ეს ეგეთ ალღურად მოდიოდა რა ყველა. ხო და ამას იტყვი და უკვე უცებ უკეთ გესმის შენივე თავის. ხო, ვერბალიზება ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეგ ყველაფერი თქვა, მიც რაც ხილული სტრუქტურა ხო ამოიცნო, ხო. ვერც ცნობენ რომელი რა ემოციაა. ხო, და აი ამ ამოცნობა არ ამოცნობას რო ვეხებით. ეგრევე შემოდის ეს ჩვენი shadow რაც არის. ხო და ჩვენ ნუ ეხლა ერთი სიტყვით შევეხეთ ეგოს რაც არის ეს ჩვენი მეობა, აი როგორ გამოვიყურები რამაც ვია, როგორი ტიპი ვარ სოციუმში, რა უნდა ამ ეგოს და ეს ეგოები სულ იცვლება. სტრუქტურაზე. ეს ეგო შეიძლება შეიცვალოს, აღარ იყოს ისეთი რაღაც ნიღაბივით არის, რასაც ჩვენ ვირგებთ, მაგრამ იმ ნიღბის ქვეშ რაც არის ეს ჩვენი self-ი, true self-ი, ეს ცენტრი, ასე ვთქვათ, უშინაგნესი, რაც არის აი ალბათ აი ეს ჩვენი სულით შეიძლება დავარქვათ, არ ვიცით, აი ეს ნამდვილი მე, აი ნამდვილი მე. აი წრედ წარმოვიდგინოთ თქვათ უფრო გარე წრე, რომელიც გარე სამყაროს ეხება არის ეს ეგო და ამავდროულად რაც ჩემი თავის შესახებ ვიცი ცნობიერი ნაწილი, მერე არის უფრო ქვემოთ არის არაცნობიერის ნაწილი, შუაში ერთმანეთს აკავშირებს ცენტრის self-ი და აი ეს shadow-ზე რომ მკითხე, ეგ არის არაცნობიერის გამოსახვა. ასე ვთქვათ, არაცნობიერს ვეძახით აი ამ რაღაცა shadow ნაწილს. shadow-ც იმიტომ ქვია, რომ ვერ ვხედ ჭდილოვანია. უცნობი არის, აი გამოუკლები ხშირ შემთხვევაში, ხო, შეგვიძლია, რომ ჭრდილიც დავარქვათ. და რა მაინტერესებს, რომ ყველას რა თქმა უნდა გვაქვს ეს და თუ არის შესაძლებელი კოლექტიურ არაცნობიერზე მუშაობა, ოღონდ აი სიტყვაზე ქვეყნის shadow work-ი. აი სიტყვაზე საქართველოში ახლა რა ადამიანებიც ვართ, ყველას ჩვენი ეს რო შეაჯამო, რაღაც ერთი გინდა არ გინდა იკვრება, იმიტომ რომ ყველა ის შედეგი, რასაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, არის ჩვენი შინაგანი თავების აი ეს მიკროკოსმოსი, რომ მაკროკოსმოსზე გადმოიტანო, ეგ ვარიანტი არის. ესე იგი როგორ არის? მაგას ვეძახით, რომ shadow-ს კონსტელაცია მოხდა. აი როგორი კონსტელირდა shadow თანავარსკვლავედივით გავიშალეთ. ნახე მე დავდივარ რაღაცა ჩემი არაცნობიერი მომენტებით, განდევნილი მაქვს იქ რაღაც კარგი წარმოდგენისა ვარ მხოლოდ რაღაც ნაწილზე, განდევნილი მაქვს დანარჩენი მომენტები,
მეტწილად უფრო სხვისაში ვამჩნევ რაღაცას ვიდრე საკუთარ თავში, ეს ვარ მე ერთი. კარგი, ახლა მე თუ ერთი ვარ ხო და დანარჩენი 7 თუ სხვანაირია, მაგრამ მთელი საქმე იმაში არის, რომ უმეტესად ერთ კატეგორიაში ვართ რა. მე, შენ, სხვა, ეს ჩემი სიბნელე, სადაც სინათლე არასაკმარისად შედის, შენი სიბნელე, მესამე სიბნელე, მეოთხე, მეხუთე და უკვე total darkness დგება მე რა, ხო. Supermassive black hole-ში აღმოჩნდები რა, რაღაც ეს კიდე ტრეკი გამახსენდა ეხლა და ხო, ანუ აი რაღაც ამაში ხარ, ამიტომ სხვათა შორის ეგეც აქვს ნათქვამი, რომ მე მგონი იუნგს ეკუთვნის, თუ სწორად მახსოვს, რომ ჩვენ ვთვლითო, ყოველ შემთხვევაში იუნგიანელი ანალიტიკოსის იქნება ერთ-ერთის თავისი იმავე დროის თუ არა თვითონ იუნგის, რომ ყველა ადამიანის მოქალაქეობრივი ვალი, სოფლიო მოქალაქეობრივი ვალი, არა მარტო საკუთარი ქვეყნის წინაშე არის, რომ რაღაცნაირად კარგად იცნობდეს თავის ჩრდილოვან ნაწილს და იმუშაოს მასზე. იცნობდეს თავის სიბნელეს. ხო, ეს ახლა რელიგიაშიც იგივე არის, უბრალოდ სხვა სიტყვებით არის აღწერილი რაღაც შეიცან თავის შენი. ხო. ხო, იცი რა, 7 მომაკვდინებელი ცოდვა. ოღონდ რატომღაც ის 7 მომაკვდინებელი ცოდვა აუცილებლად სხვას აქვს. აი როგორი ხარ, აი ეს მომენტია, გესმის? არა ამ დროს არის რომ შეიცან თავის შენი, ანუ შენში ნახე ის 7 მომაკვდინებელი ცოდვა, ახლა სანამ სხვაზე გადახვალ. ხო, აი ეგ, ანუ იცი რატო? იმიტომ რომ მე ვერ ხედავ ჩემსას ჭდილშია ის. და სამაგიეროდ სხვისი კარგად ჩანს. ხო. უფრო და მე ეგ ხო არის რომ სხვა სხვის ომში ბრძენი არის და ყოველთვის ეგ. ეხლა როგორ არის? ამაზე თუ არ ვიმუშავე, რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მე იოგას სტილში მედიტაციით, რეგრესული ჰიპნოზით, ფროიდიანული ანალიზით, იუნგიანური ანალიტიკით, იქ რა ვიცი, ბგეროთერაპიით, ცეკვოთერაპიით, ხატვით, მუსიკით, საიდან მივალ იქამდე რომ უბრალოდ ფიქრითაც არ არის აუცილებელი რაღაც პრაქტიკა აკეთო, ხო. უბრალოდ ის რომ თქვა რომ შესაძლებელია რომ მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის და ალბათ მეც ვარ ღორმუცელა და არა მარტო ჩემი ამხანაგი არის ღორმუცელა, ან მეც ვარ აროგანტული და მეც შეიძლება შემშურდეს თუნდაც კი შემშურდეს და სულ არ იყოს თეთრი, კაი შავი შური იყოს რა, ისეთი. ხო, უმდროულად თუ ამოვი უსაფრთხო ვარ უკვე რაღაც მომენტში და დავაკვირდები ბუნა. აი ეს არის მოქალაქეობრივი ვალი. ანუ ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალი არის რომ თავის შედოუსთან, თავის ჩრდილოვან ნაწილს გაეცნოს რაღაცნაირად. ხო, შეიცნოს საკუთარი თავი მაქსიმალურად, იმიტომ რომ ყველა ცვლილება ყოველთვის მოდის შინაგანიდან. ხო, ეგ მომენტი არის. თუ არ ესე იგი ნახე კიდე როგორ არის ეს ჩაბმული ახლა ქრისტიანულ ნაწილსაც რომ დაუკავშიროთ უფრო არქეტიპულად, ხო, ქრისტეს გმირის არქეტიპთან რომ მივიდეთ. ამ შემთხვევაში ნახე როგორ არის რომ მე ანუ ვერ მივუტევებ ვიღაცას რაღაც მომენტს თუ ჩემ თავში არ მაქვს ნაპოვნი სიბნელე და რაღაც მომენტში ჩემ თავსაც არ მივუტევე. ანუ ჩემი self compassion თვით თანაგრძნობა და სხვის დამი თანაგრძნობა თანხვედრაშია ერთმანეთთან. ეს გადაჯაჭვულია რა. იცი მე არა ვარ მე ცუდად ვექცევი ჩემ თავს ჯი. არა ვარ ემპათიური ადამიანი, ცუდად ვექცევი. რეალურად ცუდად ვექცევით ადამიანები. რაღაც პრობლემა აქვს ჯანმრთელობის, არ ვპატრონობ, არ ვაქცევ ყურადღებას, უგულვებელ ყოფ მუდმივ. იცი რა, ცოტათი რთული არის რომ ეს და აი როგორ კარგად უვლის სხვებს. ვერ იქნება ეგრე სამწუხაროდ. იმიტომ რომ ამის მიხედვით თუ შენ არა გაქვს თვით განცდა და თვით სიყვარული, იმიტომ რომ ამ ორგანიზმში უნდა აღიქვას სხვის და მის სიყვარულიც, თვით სიყვარული და თვით დაფასება სხვისასაც ვერ დაინახავ რა. მაშინ გამოდის რომ უბრალოდ შენ მოგწონს იმას როგორ უყვარს თავისი თავი.
ხო, მაგრამ აქ კიდე ერთი რთული მომენტია, ძალიან რთულია საკუთარი თავი გიყვარდეს, როცა ამხელა შედოუს აღმოაჩენ შენს მიღმა. როგორ რაღაცები გააფუჭე, იქ ძალიან ბევრი, დღეში 7-ჯერ. აი მაგროს ხო მიმღებლობა გქონდეს. ანუ ეგ არის რეალობის მიმღებლობა, რა, ეხლა რო აღმოაჩენ რომ შენ გააქეგ რაღაცეები და არ ხარ მართლა რაღაცა იდეალური. არის რომ nothing human is alien to me. ანუ არაფერი ადამიანური არ არის უცხო პლანეტური ჩემთვის. აი ეგ ნაწილი რაღაცნაირად უნდა იყოს ჩართული რა და ყველაზე დიდი ალბათობით რაც ხვაში გაბრაზებს, გაღიზიანებს და რაღაც მომენტები არის, რასაც ანუ ეგ შენი მომენტებია. ხო. და ჯობს რომ მაგრამ ამას ძალიან დიდი ძალა ჭირდება ეგოს ძალიან დიდი სიმამაცე. ხო, ეგოს შეიძლება არ გაგიშვას მაგ დროს. ხო. იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხო ეგოსთვისაც ასაფრთხე, რომ იმიტომ რომ ის ეგო შეიძლება შედოუზე დაყრდნობითაც იყოს აშენებული და შედოუ იყოს იმ ეგოს რაღაც საძირკველი და იმ საძირკველს რო უთხრის ეგო ინგრევა და გაჭერებს ძმაო. ძალიან მყიფია ეგოს ჭირდება ერთი პატარა ბუსტი და დებუსტი. ანუ გამოცლა და ის რომ ჩამოიშალოს და იმ დღეს ხო ზუსტად ეგრე არის. ამიტომ ეს ეგოს სიმყარეც საჭირო არის რაღაც ხე თავიდანვე რომ მოდის სესიაზე ადამიანი რა თქმა უნდა რომ იქ შედოუს ესე იგი ჭდილოვანი ნაწილის იმაზე არ მუშაობთ თუ ეგო არ არის საკმარისად მყარი და გაბედული რომ გაწავიდეს ამ დაბურულ ტყეში. იმიტომ ჯერ ხო უნდა მოამზადო. ამიტომ ესეც ნაწილი არის სესიების, რომ აი პირველ მონაკვეთში ხდება უფრო ამის მოსინჯვა. რამდენად შეიძლება თავისი ეგო იყოს მყარი, გაბედული, რამდენად ენერგია ქონდეს და ინფლაციური არ იყოს იმისთვის, რომ რაღაც მომენტში კიდე და კიდე ღრმად ჩახვიდე, მაგრამ ეგეც ურთიერთკავშირშია ეგ პროცესი. შეიძლება ეგო სუსტი იმ მომენტში, იმიტომ არის, რომ შედოუში რაღაც ისეთია გასახსნელი, საიდანაც ენერგია უნდა წამოვიდეს და იმას ანუ ესეც ამბულაცია. ყველაფერი. ხო და ესე წარმოიდგინე სესიაზე რომ ვზივართ, რამდენი რაღაცა მომენტი არის რა და მაგრამ აი ეს გაბედულება მე რომ მკითხონ რომ აი რას უსურვებდი მაინც ადამიანს, ეტყოდი რომ ეს გაბედაობა წაიკითხე გონია რომ ეგვიდო და მეკითხე რომ ხო გამბება რაღაც სივაშკაცის მომენტი უნდა კონდეს რა. რომ მეტი გაბედონ, მეტი აკეთონ და ცადონ, ხო? კი, რაღაცნაირად გაბედულება საჭიროა, რომ საკუთარ შიშებს რო ჩახედო თვალებში. აი ესე ვიტყოდი. სხვისას სანამ სხვისას ეძგერები, საკუთარ ჩახედო იმას რა ქვია, ხო, აი ეგ მაგას ვიტყოდი რა, ეგ გამბედაობა რას ისურვებდიო რომ კონდეს რომ საკუთარ შიშებს ჩავხედოთ და ვთქვათ რომ ხო აი ამაზე გვაქვს სამუშაო არა მარტო ჩვენ არამედ კოლექტიურად და იმიტომ რომ ამას თუ მართლა ჩახედე თვალებში და ისი არ თქვი ჰაერზე იცი რა მდგომარეობა არის ესე იგი სხეული ნუ კი გეცოდინება ეხლა რა თქმა უნდა იცი სხეულის კანკალი სრული პანიკურ შეტევამდე მისული მდგომარეობები რა ქვია ხშირად არის დერეალიზაცია დეპერსონალიზაციის სინდრომი რა ვეღარ აღიქვავს სათხარ და როგორი ხარ ხო ეგ მომენტები შეიძლება უცებ ასე ვთქვათ მოგეკვეთოს ფეხთ და დაჯიდე და ვეღარ დგებოდე ანუ ძალიან ხო ანუ სხეული განიცდის რეალურად შიშებთან მაგ სიახლოვეს სხეული განიცდის. კიდე სხეულშიც ილექება მე ეს ენერგეტიკულად. და აღარ გინდა მე იქ შესვლა რომ ისევ ის არ გეტკინოს რა და ნუ არ არის ადვილი, იმიტომ რომ სხეულებრივ დისკომფორტსაც უნდა გაუძლო, რომ გეშინი, ანუ სხეულში კორტიზოლი იწევს მაღლა და ძალიან ცუდი რეაქცია გაქვს. ხო. და არ გინდა რომ ეხა სხეულმა ტკივი რომ ადამიანს უნდა ეხა რომ სხეულმა ხო ესე ვერ ვიტყვით მაგას და ეს გამბედაობის მომენტები არის რა რაღაც მომენტში. როდები მადლობა ძალიან დიდი. ძალიან სასიამოვნო და ისეთი მრავალმხრივ საინტერესო საუბარი იყო ბევრ თემაზე და ბევრი რაღაცის გადამეორებაც იყო ხელახლა ჩემთვის. მადლობა, ეს იყო შენი პოდკასტი მომავალ შეხვედრამდე.